საღამომშვიდობისა. თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელთან შეხვედრასაც დიდი ხნის მანძილზე ველოდები. მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და არ დაგიმალავთ ცოტას ვღელავ. მამა გურამ ოთხოზორიასთან ვისაუბრებ დღეს და იმედია ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. მამაო, მობრძანდით. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის, რომელიც დაგვითმეთ. ერიქი, მადლობა თქვენ მოწვევისთვის და სერი მხარია. დავბრძანდი. სანამ საუბარს დავიწყებთ, რა თქმა უნდა, წყალი უნდა შემოგთავაზოთ, თის წყალი 0%-იანი ბრომატით. რომელიც ძალიან სასარგებლოა. თის წყალიო რო თქვი უკვე მე თა წარმოვიდგა მე რაღაც მინერალები და ყველაფერი ერთად. ბუნებრივი წყალია ზუსტად თიდან. ჩვენი ნატურალური და 0%-იანი შეიძლება დავაგებინოთ. რა თქმა უნდა. როგორ ბრძანდებით? მადლობა თიშეწევნით. კარგად. კარგად რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია. მამა გურამ, მე რამდენიმე ინტერვიუ მოვისმინე ამ გადაცემამდე. ყველა ინტერვიუ ძალიან საინტერესოა. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად საინტერესო რესპონდენტი ხართ, ამიტომ მინდოდა დიდი ხნის წინ თქვენთან შეხვედრა. თუმცა ყველაზე ნაკლებად, რაზედაც საუბრობთ ამ ინტერვიუებში, თქვენი ცხოვრებაა. ამიტომ მე მინდა, რომ აი ესე დავიწყო. წინააღმდეგი ხომ არ იქნება? არა, პირიქით. ხო. გურამ ოთხოზორიას ამბით დავიწყო მინდა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. ბავშვობას როგორ გაიხსენებთ? რატო ეს? საიდან მოვდივარ, ჩემი ბავშვობიდან? რა თქმა უნდა. მართლა, ახლა ვიყავი ამ რამდენიმე დღის წინ ჩავდივარ ხშირად. იქ არავინ არ დარჩა, მარტო ჩემი გვარის არის უშუალო ნათესავი, მაგრამ მე იქ ბავშვობრივი გავატარე, ყოველთვის მიხარია იქ დაბრუნება. სად არის რა ადგილია? იქ ტლაპოში, ფხიშიშველა, იქ დინარე, ჩემი სახლი და რა ადგილია რა? ეს არის ზუგდიდის რაიონი, ანაკლია მეტად არის ცნობილი და მაგიტომ ანაკლიას გამოვიყენებ და გვერდზე არის ჩემი სოფელი. 7 კილომეტრია ზღვამდე ეს ორულუ სოფელი. მე 1947-ში დავიბადე. ნუ სადღაც 5-4 წლის რო ვიყავ, ეს სოფელი პირველად შემოვიდა დენი, მე მახსოვს. დიდი ესეთი ბულდოზერებს რო ეძახიან, აი ეს ტყეებს კაფავდნენ, იქ ტურები ყიოდა, მე მახსოვს და სიმინდებს, მაშინ დაიწყო სიმინდის ყანების დათესვა. მე აი პირველი რადიო, პირველი ტელევიზორი, აი რა ვიცი, აი საიდან მოვდივარ ალბათ მახსოვდება. საოცარი მომყვება ეს პირველი პატრიარქალური, ეს პირველი სტიქია. მე სახლი დაგვეწვა ჩვენ იქ ბაბუას სახლი იყო ერთი 100 წლის ოდა. მაშინ იცით ის იყო ლამპას ეძახდა და დედა ჩემი ეთყობა ისა ესეთი მას ასხამდა ნავს და გადაეღვარა და უცბად მოეკიდა. და რა მახსოვს, რომ გავარ ეზოში ღამეა და ეს ანთებული სახლი და ბავშვები გამოყარეს და ამ დროს მამა ჩემს დაუნახავს, სადაც მე ვიწექი, ეს ცეცხლის ალისგან ეს საბანი ხო ირხეოდა, ეგონა რომ მე შემეშინდა და ჩავიკუჭე და მამა ჩემი რომ შედის უყვირიან, მე მახსოვს ბიჭიკო, გურამი აქ არისო, ნუ არ შეხვიდეო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მამა ჩემი ყვებოდა მე. ეს ხმა მე რომ გავიგე, მე უკვე შევარდნელი ვიყავი ოდაში. და რომ აწია ეს საბანი, იქ არავინ არ იყო, რომ მოვიხედე, მთლიანად ცეცხლი იყო მოდებული სახლზე. და ნუ ერთი რომ მაისური გადავიძრო ესე ინსტინქტურად და რომ გადმოხტა, მაგრამ დაიწვა მამაჩემი, ნუ ორი თვე იწვა მახსოვს და მამაჩემი ზურგი იყო დამწვარი მთლიანად. ახლა წარმოგიდგენია. მე რამდენი წლის იყავით? მაშინ მე ვიყავი 1-6 წლისას. და რამდენჯერაც მამას ზურგში შევხედავდი, რომ ეს ჩემი სიყვარულის გამო რო აქ ეს ზურგი და ახლა წარმოვიდგინეთ, ყოველთვის ხოდა მამის მიუხედავად იმისა ძალიან მკაცრი იყო, ნუ მკაცრი, იმიტომ რომ იძულებული იყო მკაცრი ყოფილიყო. ღარიბ ოჯახში ვიყავი და მუშაობდა დღე და ღამე და ჩვენ სადეცალა ჩვენთვის საწყალი მამაჩემი ხუთოსანი ვიყავით, არ უღარიბესი ოჯახის შვილი და პირველად ვისწავლე თწერა, ახლა თხო ორმაგის არ რთულია და ბავშვი გავიქეცი მამისკენ და მუშაობდა ამ დროს მამაჩემ სადეცალა და მამა თწერა ვისწავლე ისე დამიღრიალა ახლაც რატო არ ეცალა? სად ეცალა ჩვენ ახლა ბავშვებს თუ დაპოფინებენ მამიკოები და დედიკოები, ქვიც რომ მოიტანდა მამაჩემი ვაიმე ცეკვავდით სიხარული და მამამ ქვილი მოიტანა, მამამ შეშა მოიტანა ზუსტად
მეცად გეტყვით ჩვენ იქ სახირო დაგვეწყა მამამ ცალკე ჭაობიანი ადგილი იყო იქ არაფერი არ იყო შემოღობა და პატარა ერთი ფიცრული დადგა რაღაცა და ხილიც არ იყო ნერგიც არ იყო და მე სულ სხვების სახში ხარ ვიპარავდი ღამე ბავშვები ხო იცით ხან მეზობლის სახში პირველად გამოისხა ატამმა ეს ნამყენი ატამი რა არის და ის მახსოვს დედამ დაგვაკერფინა მე დამაკერფინა და 1-2 კილო იყო მაღაზიაში წავიდა 2 კილო შაქარში გაუცვალეთ იმას მაღაზიას და ჩვენ არ გვიჭამია ნუ რა გვექნება ძიმე იყო ცხოვრება მან და მე უკვე მერვე კლასი რო დავამთავრებ მამამ ნახა რომ ჩვენ კარგად ვსწავლობდით და გადაწყვიტა რომ ქალაქში გაიყიდა სოფელი და კარგი გააკეთა თორე იქ მე ვერ ვისწავლიდი ხო სწავლა რო გაგეგრძელე ქალაქში უკვე პირველ სკოლაში ვსწავლობდი როგორც ამბობთ კარგად სწავლობდით და ამავე დროს იყავით რაზმეულის მდგომარე კომკავშირის კომიტეტის მდივანი და ასე შემდეგ ჩართული იყავით ამ სკოლის ცხოვრებაში. როგორ მომავალს გიწინასწარმეტყველდნენ მაშინ? მოკლედ საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელიც იდეოლოგიაზე იყო აშენებული. იდეოლოგია იყო პირველი, მაგალითად, მართველი ელიტა იყო პარტია. არა მინისტრები და არა რაღაცა ხა პრემიერ პარტია, ანუ რას ნიშნავს? რაიკომის დივანი, არის რაიონული კომიტეტის დივანი. მერე იყო კომკავშირის კომიტეტის პირველი დივანი, ეს იყო ახალგაზრდული, იმას ზრდიდნენ, როგორც კი რაღაც აქეთ გაჩნდებოდა ადგილი, კომკავშირის კომიტეტის პირველი დივანი ხდებოდა რაიკომის მესამე დივანი, უკვე დიდობაში. ყველაფერი იყო ამ იდეოლოგიით დაგდასმული. და მე მიყვარდა და რატო? მთელი კომუნიზმის იდეა აგებული იყო ბიბლიურ ვიზიო ხედვაზე და წინასწარმეტყველებებს. ამათ ხო სემინარია ქონდა დამთავრებული სტალინსაც. სტალინმა ამის რაღაცა გააკეთა ექსპერიმენტი თუ არ ვიცი რა ერქვა. ანუ რა არის კომუნიზმი? ახლა მოკლედ განმარტება. კომუნიზმი არის უკოლასო საზოგადოებრივი წყობილება, სადაც საზოგადოებრივი სიმდიდრის წყარო უწყვეტ ნაკადად იდენს და განხორციელდება დიადი პრინციპი. თითოეულისგან მოთხოვნილებისა უნარის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით იდეალური წყობა. მე როგორ ხატავდნენ ის კომუნისტს რო აშენებდნენ მუშები, ესეთი ლამაზიმებით ხატავდნენ, მეჩაიები რომელიც იბრძვიან ხუწლედისთვის და მართლა ასე მეგონა და პირველად რო ვნახე ეს წიგნების მერე წიგნებში რო ეს მეშახტეები და მუშები რო ეს აცვიათ რაღაცა ეს და იბრძვის დაუშვათ ვიღაცა იქ შუქრი აბაკელია იყო ერთი გააფეტიშებდნენ ჩაიკრფავებს აფეტიშებდნენ და პირველ გვერდზე გაზეთებში წიგნებში და ბავშვი რო ხარ სხვა რეალობა არ აგ ერთი არხია და ჩემთვის აპარი იყო პირველი შოკი მივიღე მაშინ როდესაც ეს ენგურხესზე ვიყავი სტუდენტი ვარ უკვე მაშინაც კი და მუშები ენგურხესის ეს შემი დღედაღამე რო აშენებენ კომუნიზმს ზიან სიგარეტს ეწევიან ეს გადახდილია და დედაზე რო იგინებიან და სვამენ ლუდს დამენგრა სამყარო დამემხო თავზე ვერაფრით ვერ დავიჭერე კომუნისტი როგორ იგინებოდა ხო პოლიტიკით მინდა გავაგრძელო იყავით პოლიტიკით დაინტერესებული კი ძალიან პოლიტიკით ინტერესი ხომ არ იყო მიზეზი ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარების გულწრფელად გეტყვით მე ვიყავი ბავშვი ალბათ არის მე მაშინ ყველა ასეთი მეგონა ბავშვები და დაღდასმული ვიყავი ხედვით რომ სამყარო აი კომუნიზმი ვიტყვი მე ვხედავდი სამყაროს ასეთ სამყაროს სიყვარულით სიკეთით და ყველა ერთნაირი ყველაფერი ბჯეროდა რასაც მეუბნებოდი ამას დამატებული მე-4 კლასიდან ესეთი სიყვარული მეწვია გოგო რომ შემოვიდა პირველად კლასში აი სამყარო შეიცვალა 4 წელი მე სიზმრების ნაცვლად ხილვებში ვიყავი არის ზღაპარში პლუს ეს კომუნიზმი და ყოველთვის ვამბი კითხოს რატო არის პარალელურ სამყაროში ყველა რატო არ არის რეალობაში რომ გავიხედავდი უშუქობა სიბნელე რაღაცა და ეს სამყაროს ხედავდი აი ეს მომყვებოდა და აი კომუნიზმი რო თქვი პოლიტიკა როგორი გაგებით იცი წარმოგიდგენიათ რომ მე არ ვიცი ხა თქვენ თაობა იცის თუ არა რა იყო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აბა რომ მშობლებს კითხავთ გეგონ სამედიცინო ინსტიტუტზე მეტი იყო კონკურსი ტრამპლინი იყო მე როგორც პირველი აი ეს იყო ბაზა ეს იყო ტრამპლინი ანუ ეს იყო ყველაზე ელიტარული სასწავლებელი ელიტარული მე რომ ვაბარებდი ვეცოდებოდით უბრალოდ და გლეხიშვილმა როგორ გაბედე იქ ჩაბარება პირველ სკოლაში რომ მოვხდი ქალაქში პირველი სკოლა იყო რესპუბლიკაშიც ერთ-ერთი საუკეთესო და დამცინოდნენ ბავშვები რომ შენი ორულუს ხუთები აქაურის სამიანები იქნება რა აქ ვინ დაგიწეს შენ ხუთებსო და თუ დამიჯერებთ შოთა ხუბულობა იყო ცხონებული დირექტორი მე-10 კლასში რო გადავედით საუკეთესო სწავლასა და შრომაში მოსწავლე მე დამარეკინეს ზარი მე-10 კლასში დიახ და პირველ წელს მოვეწყო უნივერსიტეტში
აი, იმიტომ რომ პათოსი მქონდა ისო კომუნიზმი მეშენებინა. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს თქვენი სიყვარულის ისტორია. განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია. ანუ ცხოვრებაში რომელი იყო აი ყველაზე ძლიერი სიყვარული? რომელმაც კვალი დატოვა? რახან იმ ქალბატონმაც იცის ეს და მე თვითონ ჩემს პოდკასტშიც მყავდა, ერთად ვისაუბრეთ. ახლა ლექსების კრებულიც გამოვა და არ არის დასამალი, ვინ იყო ეს გოგო. და საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება გავაჟღერებ. აბა, გისმენთ? ის იყო ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, თუ იცი ნიტას გოგო. ეს ყავდა ერთი ქალიშვილი ნიტა. ნიტა ტაბიძე და აი ეს იყო ნიტას გოგო. ნინო არის ბებიას სახე ტიციანის მეუღლე, ნინო მაყაშვილი იყო, კახე. და ბავშვობიდან ტიციანზე გიждდებოდი, კერპი იყო ჩემი, აი გეფიცები. და ეს გოგო ჯერ არ ვიცი ტიციან შვილიშვილი რო იყო, მაგრამ მე ხო გითხარი რომ პირველი კურსიდან გამიტყდა კომუნიზმის წმენა. ხო დამიცარიელდა სამყარო რომ ნახე რეალობა რა იყო და მეთქი მაშინ ხმა გავიგე მეთქი ან კომუნიზმი თუ არ არის მაშინ ღმერთი უნდა იყოს მე ვერ წარმომიდგენ სამყარო მეც ქაოსისკენ მიდის და სიკვდილისკენ და დაშლისკენ რაღა ხო და მე არ და ათეისტი ვარ ჩამოყალიბებული და ცხოვრება როგორ იცი პირველ კურსის მერე აი მესამე კურსამდე სულ აი ჯოკერის თამაში დაალევად გაურბოდი ცხოვრებას და ცხოვრებას აზრი დაეკარგა და ვეძებდი სიყვარულს მეთქი უნდა იყოს ვიღაცა და ნუ პირველად შევხვდი აი პირველი და აი რაღაცა შოკი იყო ეს და მე მეოთხე კურსზე პირველ დღეს რომ მოვედი უნივერსიტეტში აქ ვნახე თუნდაც ფილოლოგიაზე ჩარიცხოდეს მე 10 კლასში იყო მაშინ ნინო მე არ ვიცოდი ჯერ ვინ იყო და რამდენიმე თვეში რომ გავიგე რომ ტიციან ტაბიძის შვილიშვილია ახლა რა დამემართებოდა ჯერა კერპი რომ მეორე მე გლეხი ბიჭი და სად შევდგი ფეხი ეს ანუ არანორმალურად ის იყო ჩემთვის სამყარო საოცარი მიუწვდომელი მაგრამ მე მიყვარდა ეგეთ მიუწვდომელი სამყაროები ყოველთვის თავიდან ეს გოგო როგორ იყო იცით ჩემთვის იმდენად მიუწვდომელი იყო რომ ახლოს ვერ მივდიოდი მასთან უნივერსიტეტში აი ერთ 10 მეტროში ვერ ვახლოვდებოდი არა და ყველაფერი ვიცოდი მისი გოგებაშვილზე ცხოვრობდა იმაში წერათა სახლია იქ 13 ნომერი ანუ არიცოდა რომ მე არა და აი გეტყვით რა იყო შორიდან რომ ყველგან რომ მევხვდები ამოდის ბინიდან იქ მევზივარ ახლა ამას ვეტყვი იმას ვეტყვი პეტრიაშვილი ჩამოვდივარ ვერაფერს ვერ ვეუბნები უნივერსიტეტამდე იქ მევხვდები და დაამიბარე 1-3 ბიჭი გამომიგზავნა ყაჩაღი დამდეს ვიღაცა და მომაშორეთ ეს სულელი გოგო მე ვუთხარი გოგო როგორ თვალებით გიყურებდი მაინც ვერ ხედავდი მე კაცო რა ყაჩაღი ბიჭო დავიბენდიო იმიტომ რომ არაფერს არ მეუბნებოდიო სულ იქიდან აქედან რა მექნაობა და მე როცა ამოუღერღე იქ რაღაცა ბიჭება რომ მითხრე რა გიდა ამ ბიჭ გოგოს რასაწვალებო ვაიმე ეს ბიჭი მეორე დღეა ვდგავარ უნივერსიტეტის წინ და ნინო დგას იქით ნუ ახლა ერთი მინიმუმ 20 მეტროზე ვერ უახლოვდები და ამ დროს ეს ნინო მოდის შემკე ხელები გამოწვილი ასე მეთქი გავიხედე იქით აღა ვიღაცისკენ ვიდის თვითონ გაგაბედინა ო ვიღაცისკენ მაგრამ მოდის პირდაპირ და რა გავაკეთო უდი იძულებულობ და გავჩერდე რა ვქნა ვაიმე ბოდიშები მიხადა დედიკომ დაგპატიჟა ჩვენთან სახშიო მოდიო აქეთ იქითო და ის როგორ გაგრძელდა ო მე რა მითხრა იცი ნინო მითხრა ასეთი სიტყვები რომ გურამო მე ის არა ვარ ვინ შენ გიყვარს შენ სულ სხვა ვიღაცა გიყვარსო და მე ვერ მოგცე მაგ სიყვარულსო და ვერც შენ იქნები ბედნიერი ვერც მე მიხვდა მე ხალში დიდ სიყვარულს ვეძებდი და ამ გოგოში მოვაკ და მე მივხვდი ამას როცა ქრისტე ვირწმუნე ანუ თვითონ ეს არანორმალური იყო არ იყო ეს გოგოსათვის სიყვარული აი საკმარისო მის სახში ერთხელ მივედი სხვა დროსაც როგორც კი აი დავინახავდი რის შემთან ახლოს არის რაღაცით აი ეს მემსხვრეობდა ყველაფერი განხილვა ხდება და გარბოდი იქიდან და ეს მაგრამ დაინახა შეეშინდა რომ მართლა ეგრე იყო რაღაცა მიზიდავდა კაი და როგორც კი მისაწვდომი ხდებოდა უკვე აღარ მინდოდა აი სასაული იყო კაი არანორმალური იყო ეს სიყვარული და მართლა ტრაგიკულად დამთავრდა მე არც მეშინია მაგისი რომ ფსიქიატრში მოვხვდი ავლი ზურაბაშვილთან ორი თვე და ავლიპი მიკვლევდა მე როგორც სიყვარულისგან და ღმერთისგან გაგიჟებული. ნუ ძალიან ის ვიყავი კვლევის ობიექტი, ნუ რეაქტიული ფსიქოზი დამიდგინეს, ბოლო უარი რომ მითხრა ნინო მე სამყარო დაიკარგა, მე არ ვიცი საწავსული ყავი. მაშინ წმენა არ ქონდა ათეისტი ვიყავი. და ეს ამაზე მქონდა ყველაფერი დადებული. უარის გამო უარი რო თქვა ღამის პირველი საათი იყო რომ დაბადების დღე ქონდა და რომ
დავდექი სადარბაზოსთან და უთხარი ჩემი ყველაფერი. ისეთი უარი მითხრა, ადრე კი მეუბრებოდა, მაგრამ რაღაცებს მაინც ვეჭიდებოდი, რომ აქ უკვე გამოსავალი არ დამიტოვა არაფერი. და ამ მომენტში უკვე რაღაცა ჩემში გადატრიალდა. სტრესისგან პირველი მახსოვს, რომ ღამე იყო და იქ ჩვენი სტუდენტები ბინას ტოვებდნენ ჩვენ გასაღებს და შევედი რა, სახში გავჩერებული ყავი მეგობართან ახლოს ნინოს სახლთან. და პირველი მახსოვს ის რაღაც კიკაბიძის ის იყო დისკი. დავდე და ეს აფეთქდა სამყარო. ანუ აქედან კი არ გავიგე და მე კიდე არ ვიცოდი რა დამემართა. ნუ ერთი 5 დღე აი ექსტაზში ვიყავი, არანორმალურ რაღაც სამყარო აფეთქდა. ჩემთვის ეს ნეტარება იყო, მაგრამ გარეთ იმათ ხო დაინახეს, მათ სახში მივედი, პროფესორი ყავდა მამა ალექსი ანდრიაძე, ეს იყო კარდიოლოგი პროფესორი და ხო მიხვდე რაში იყო სახე. მათ სახში მივედი და არაადეკვატურად ვიქცეოდი ახლა. პატარ ბავშვი ხდები ახლა მე არ ვიცი ვისაც გამოუციეს ჩვენ დროს ეს სტიგმა იყო სხვათა შორის. ამას არ ლაპარაკობდნენ. ანუ ფსიქიკური პრობლემის ადამიანები დამალული იყვნენ, მათზე ლაპარაკის არ შეიძლებოდა და მე ახლა სპეციალურად ვამბობ ამას. ეგეც სამყარო ეს რო არ მომხდარიყო, მე ვერც გადავრჩებოდი. და როგორი სამყარო იყო, იცი? ახლა ხო აქედან უყურებ. ანუ ერთხელ მახსოვს, ნინო ჩხეიძე იყო, გარდაიცვალა ფსიქიატრი და ჟურნალებს მათვალიერებინები და დაუშვათ ნახატები არის, გლეხი ხნავს. ბავშვი მოყვება და ნახატს კი არ ხედავდი, მე შევდიოდი. აი ეს რეალობა ცოცხლდება, ანუ გესვის ეს ზაფრის შეგრძნებებია და პრობლემა ის არის სიგიჟის, რომ მან რომ მასწავლებელი ყავდეს ადამიანს და ოსტატი, ვისაც შეუძლია გადაიყვანოს ეს კარგად. შენ ენაზე ვინც ილაპარაკებს და შეიტანოს ცოტა ცნობიერება იმ მომენტში შენში შემოვიდე. ძალიან სერიოზულად შეიძლება გამოიყენოს და აბსოლუტურად თავისუფლად გამოვიდეს ადამიანი. ახლა მე მიადვილდება, მე როცა ასე მდგომარეობებში ვხედავ ადამიანს, მე რო გამოსილება მაქვს ძალიან ბევრი სიტუაცია მაქვს, რომელიც მენდობიან. მე მათში შევდივარ, მე რომ გამოსილება და ჩემთან ერთად გამოდიან, მე აი ჩემს პრაქტიკაში ვერავინ ვერ უშველა. ვერც ფსიქიატრია, ვერც მღვდელმა, ვინც ახლა გარედან რო ელაპარაკება, მე დამინახა იგრძნო, როცა მე ვუთხარი შევხედე უკვე, მე იქ შევდივარ მის მდგომარეობაში. საკუთარ თავზე გამოცდილით უფრო და იმედგაცრუება, რომელმაც მომავალი შეგიცვალათ, სხვა გზა დაგანახათ. როგორ გაგრძელდა ცხოვრება? აი ამან, ხო, აი გეტყვით. ჩემებს ეშილოდათ მე რო გამოვიდო, ისევ რამე არ დაემართოსო და მოკლედ ვინმე დაქორწინდეს, რაღაც ჩემთვის სულ ერთი იყო ნინოს მერე, აბსოლუტურად არაფერი არ იყო. მე არ ვიცოდი როგორ გამეგზელება ცხოვრება და განგება აკეთებს ამას. განგება იმას აკეთებს, რომ ჩემი მეუღლე ახლა რომ მყავს, შორი და ვიცნობდი უბრალოდ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და არც მიფიქრია, ხო შეიძლება ბიჭმა იფიქრო რა კაი გოგო, არა, თორე ვიფიქრებდი რომ ის გამახსენდა. და ერთხელ გულგატეხილი ქალაქში მოვდივარ, არაფერი არავინ არ მინდა, არც ვინმეს მირიგებენი ეს გოგო ის აზრი დაკარგა. არა და აი ეს ნატოქვია ჩემ მეუღლეს, ამ სახელმა ამავსო. აი რა დამემართა ეს გარდა კი არ მომდა. იმდენად ამავსო, საიდან აბა მითხარ, არც მიფიქრე არ სახში რომ მოვედი, მუხლებზე დავემხე, ტირილით ღმერთო თუ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ მეთქი. მე არ ვიცი რა ხდება ჩემ თავს და აი ეგ უკდა წუთები და ეგზე იკეთება ბიბლიოთეკა და ჩემი სახლი და 1-2 კილომეტრი იყო საჩქაროდ გავიქეცი რომ მიმესრო რომ მივედი და ჩემი მეუღლე მუშაობდა დარბაზის გამგე იყო და გამოვიდა მე გინდი ვართო და კი თქვენ მიდეხართ მეთქე ნუ ამას ეგონა წიგნი მინდა გამოვიყვანეთ 1-200 მეტრო გავიარეთ იქით გამოვიარეთ ყველაფერი უთხარი მე ასეას გადაწყვეტილი მაქვს მეთქე გაუგნებული გაჩერდა და საოცრება ის იყო რომ თვითონაც ესე იგი იმდენად იყო მზად ამ შეხვედრისთვის რომ ჩემნაირი ბიჭი მოკლედ რომ და გაუგნებული ვიყავი ეგ როგორ დაემთხო ჩემი შინაგანი ისა და ორ კვირაში ვიქორწინეთ. კაი რა. ხო, ესეთი და მე ნინოც წარმოგიდგენთ მე რომ ღამე 17 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეზე მქონდა ქორწილის ღამე და ზუსტად იმ დღეს გათხოვდა თვითონაც. იმასაც გოგო ყავს მეც და იმასაც ბიჭი ყავს გურამი დაარქვეს. რატოა ჩემს გამო არა და როგორ არა ამის გამო. გურამ ასათიანის ძალია ცნობილი მწერალი კრიტიკოსი და ბაბუა სახელი დაარქვეს, მაგრამ მაინც გურამი კი ხო და დაანახლოსავართ ახლაც ჩემი მეუღლეც ჩვეულებრივად
მოვდივარ და რაღაცა ისე ბავშვებსაც ვიცნობ და ესეთი იმით. აი კიდე ასეთი იყო. რა დროს გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში ბიბლია? ოჰო. მე აი ამ სიყვარული რომ მეწვია, დავიწყე ძიება სიცოცხლის. ანუ ათეისტი ვარ გონებით და ეს ნინოს სიყვარული შემოვიდა, ამან ახლა 3D ქვია თუ 3D-ს ამბობენ. აი სამყარო ორგანზობილებია შავ-თეთრიდან გადააქცია ზღაპრად ეს სიყვარული არანორმალური რაღაცა იყო, ეს მეტი იყო ვიდრე სიყვარული. და ახლა ეს ტვინი რომ მეუბნება, ყველაფერი იბადება, იზრდება, კვდება. ღამე კოშმარებში ვიყავი, სიკვდილი არ ვიდოდა, არა და ტვინი არის ათეისტი. ჩვენს გარშემო ღმერთზე ვერ ილაპარაკებდი, სიგიჟე იყო, ათეიზმი ბატონობდა. ხო გეუბნებით რა მე თვითონ ვიყავი ურწმუნო, მაგრამ აი ამას სიყვარული შემოვიდა, ეს სიყვარული თვითონ ეს ვიღაცამ გაიღვიძა ჩემში, ხა წარმოვიდგინე ბნელ ოთახში ბავშვმა რო გაიღვიძოს და არ დედა არც მამაა და ტირის. აი თითქოს სამარეში გამეღვიძა. დილას რო ვიღვიძებდი, აი ესე ვკანკალებდი სიკვდილის შიში, არ მინდოდა სიკვდილი როგორ მოვლენა. იმდენად ძლიერი იყო სიცოცხლის სიყვარული. და დავიწყე ამის გადარჩენა. არ შეიძლება მეთქი სიკვდილი იყოს ბოლოს სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა მეუბნება, რომ ყველაფერი იბადება, იზრდება, კვდება. ასე გვასწავლიდა, დამთავრდა ყველაფერი. ერთი წელი კი არა, 2 წელი ვიყავი ასე ნინოს შემდეგ აგონიაში თითქმის. და მწვერვალზე ვიყავი მისული ამ სიკვდილის შიში, ცოდვის სიმძიმე, უაზრობა, ყველაფერი რაც ქრისტესაა გაკეთებული, ჩემში ეს უკვე იყო მოთხოვნება, მაგრამ მე არ ვიცოდი. ბიბლია ჩემთვის იყო ზღაპრების კრებული, ეგა შენ არ იცი როგორ გვასწავლიდან ჩვენ. ეს არის დედაბრების ზღაპარი, მე ისტორიულზე ვსწავლობ ყველაზე ელიტარულ სასწავლებელში. მე არც ვიკადრებდი, რომ ბიბლია ხელში მჭეროდა. არც იყო მაშინ. მე რომ ვწოდოდა, რომ აქ მოვდიოდი და ამ კითხვას დავისვათ, იმ ბიბლიას მოვიტანდი, მე დამიხიეს ის ნაგლეჯები დევნის დროს დამიწვეს. და პირველი ბიბლია ჩემი შენახული მაქვს. და მე ამ აგონიაში რო ვარ და არაფრის იმედი რო არ მაქვს და ვიბზირო სიცოცხლე წყურია და რაღაცა უნდა იყოს, აზრი უნდა ქონდეს ცხოვრებას, ერთი 100 ფურცლიანი რვეული ასე კითხვის ნიშნით დავამთავრე. მეთქი ჩემი ცხოვრების არსი რაშია. არსი აი ფუნქცია რა, ყველაფერს არსი აქვს ამ ქვეყანაზე და არა კითხვა პასუხი და ეს შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება და მეგობარი თამაზ მელიქიშვილი მოდის და აქედო ვიღაცები არიანო ადვენტისტებიო, ჩვენთანო იკრიბებიანო და ბიბლიას კითხულობენო და უნდათო რომ სტუდენტებს შეხვდერო და მეთქი გამეცინა. განაისრო პასუხს ვიპოვედი ჩა, არა, მეთქი ბიბლიის დასაცინა წავედი. აი ბავშვობიდან ბაპტისტები, თვალდახუჭულები, ეს ისინი დედაბრები თავიანთი იმასავი დეგრადირებული მას ასე იყო ტვინში ჭაბეჭდილი. კი, მახსოვს ერთხელ ბაპტისტები საკრებული იყო ჩემს მეზობლად ზუგდიდში და იმდენად იყო ბაპტისტის სიტყვა საშინელი, რომ გვერდსუვლით იქ რომ ახლოს არ გამევლო და მახსოვს მაინც მომწოდა ერთი სიტყვა, წყურვალებო მოდი წყაროსთან და დალიეთ უფასოდო. ისაია ადვენტისტების შესახებ რომ მომიყვეთ ადვენტისტებზე მიიღეთ. ძალიან შეზღუდული და მკაცრი ის არის შინა განაწესი და ესეთი შაბათს მკაცრად იცავენ და ესენი არის ორი მიმდინარეობა იყო ადვენტისტების საბჭოთა კავშირში. ეს იყო ერთი იყვნენ რეფორმისტები და მეორე რეგისტრირებულები. ანუ რას ნიშნავს? თუ რეგისტრაციას არ გაივლი უშიშროებაში, მაშინ შენ იყავი დევნილი ავტომატურად. ანუ შენ უკვე ექვემდებარებოდი დაჭერას, რახან რეგისტრაცია არ გაიარე. და ამიტომ ეს ამ ადვენტისტებთან მოხვდი მე, რომლებიც სულ იმალებოდნენ და უშუალოდ ერთ შაბათს ერთ ადგილას იკრიბებოდნენ, მეორე შაბათს სხვაგან და ყველა მათი ხუცეს იყო ციხეში დაჯდომი, 5 წელი, 8 წელი. და მეორე ადვენტისტები იყო, რომლებიც რეგისტრაციას გადიოდნენ ბაპტისტებიც. მათ უკვე როგორ გითხრათ, იცით, აწესრიგებდნენ, აი საბჭოთა კავშირმა ხელი ხო მოაწერა ჰელსინკის ადამიანის უფლება და დაცვას, მე რელიგიის თავისუფლება, რომ მოდიოდა აგრა იკრიბებიან. ხო. მაგრამ რა დრო შეზღუდული ქონდა, თემა შეზღუდული ქონდა, მეათედი თვითონ უშიშრობას მიქონდა და ესწრებოდა. ანუ ფაქტიურად ესენი იყვნენ, აი როგორ დეკორაცია. დეკორაცია საჩვენებლად და თქვენ ბიბლიის დასაცინად მისულმა ადამიანმა აქ მიიღეთ შეკითხვებზე პასუხები. პირველი რაც იყო რომ მივედით 5 წავედით სტუდენტები დასაცინად, ხო გეუბნები? სეირი საყურებლად. პირველი შოკი ის იყო რომ ახალგაზრდები ვნახე. და განათებული სახეები ესე ხო დევნაში იყვნენ. წყარო როგორია ხა მთის წყარო რო ვთქვით ჩანჩქემო ჩაჩქარებ და კალმახები. კალმახები ცვიოდა მათი თვალებიდან. მე პირველად ნახე ეგეთ სახეები აი ამ საბჭოთა პერიოდის ფონზე, სადაც არაფერი ცოცხალი არ იყო. შოკში ჩავარდი პირველი განათება ეს იყო სად მოვხვდი.
მერე ეს ბიბლია რომელიც დასაცინი მეგონა იტოჭა ზოია იყო ასევე ძახდი ცხონებული ფშაპიდან ჩამოდიოდა ესე აფხაზეთიდან აქ საქართველოს თბილისში იყო პატარა ჯგუფი თემქაზე სანზონაში და ესენი ჩამოდიოდნენ იქიდან რუსულად იყო ყველაფერი რუსული იყო ბიბლია მეტი არ იყო და თან რო უთხრეს გურამიო შეყვარებული არისო Хорошо, тетя Зоя და ეს პატარა ბიბლია ჯიბის ფორმატის ბიბლია ქვია მაგას. აი დიდი ბიბლია ხო გვაქვს ქართული. ეს არის ესეთ ხელი ჯიბეში ჩაიდე და ეწერა ამერიკანსკე ბიბლიესკე общество. და ამერიკანსკე ბიბლიესკე общество თუ გინახავდნენ ამ წარწერით 5 წელი ციხე მარტო ამაზე იყო. იწვე კონსპირაცია იყო ეს. იმის ქონაზე. გეუბნები გაგვაფრთხილეს ჩვენ. და რო ნახა ამა რო შეყვარებული არის, хорошо და იღებს ამ წიგს ასე გადაფურცლა. და იქვე კითხულობს რას? მე ვურჩებდი ყველა მსმენელს, რა ვიცი, ახალგაზრდას, დიდ პატარას, ვინც იცის, კიდე ერთხელ წაიკითხოს პირველი კორითელების მე-13 თავი, ჰიმნის სიყვარულზე, პავლე მოციქულის. აი ახლა რო მე რა დღეში ვიყავი სიყვარულით, ბავშვობიდან ხო გითხრა, მე სიკვდილის შიში, ცხოვრების აზრი, კითხულობს ამას, დაამთავრა და რა იყო იცით ესა? აი აბსოლუტურად ყველაფერს ნათელი ეფერებს სიკვდილში ქრება ეს არ ვიცი მე ვერ ადამიანები და თუ არ განუცდია მე ვერ ვიტყვი ამას 2 თვე ვიყავი მკვდრეთი დამდგარი არანორმალური სიყვარული პასუხი იპოვეთ პასუხი კი არ გავცოცხდი ავსდექი მარტო ტოტალურ ყოფრას განიცდი მეტი არაფერს აი ვარ და ნეტარი არაფერი ყველაფერი შენში არაფერი გარეთ არ არის და ესე ვიყავი 2 თვე ჩვენ გავიარეთ სამხედრო კათედრა 4 წელი და შემდეგ 3 თვიან კურსებს ზბორებს ეძახიან ამას ოფიცრის წოდება რომ მოენიჭებინათ ახალციხეში ფიცის არ მივიღებ მეთქი უთხარი ჩემებს ამადვეტისებს რომ ვირწმუნე ახლა ათეისტურ ქვეყანას ფიცი მიეცი რომ იარაღით დაიცავ კომუნიზმს როცა ქრისტე ირწმუნე ჩემთვის ეს მიუღებელი იყო მათ მითხრეს რომ შენ ჯერ ახალი ხარო და ვერ გაუძლებო 5 წელი ციხეს მოგცემენო უნივერსიტეტიდან გაგრიცხავენო და უშიშროება გაწამებსო აუცილებლად და ჩემთვის ესეც პატარა იყო ახლა არ ვიცი მე არც ვცდო ვინმე დავაჯერო მე ის მოწამეები რომლებიც ლომებს უვარდებოდნენ ხახაში ცეცხლში შედიოდნენ ჩვეულებრივ მდგომარეობის ცეცხლი კი არა ასანთის ღერი რომ მოგადონ ანთებული შეიძლება ყველაფერზე წახვიდე თუ მაგრამ აი იქ ხდება რაღაცა ჩემთვის ცეცხლიც კი პატარა იყო მე ისეთი სიხარულით ვთქვი უარი არაფერი არ გაშინებდა არანორმალურად პირველად რომ მოუყვები ამას როგორ იყო ვარ იქ და ესე ყველა ჩემი მე ესე კურსელი სვამენ სიგარეტს ეწევიან იგინებენ საშინელებენ ხდებოდი მე აი 5000 ვოლტი მაქვს ჩართული ბუდასავით გაბრწყინებული დავდივარ ამ თეთრი ყვავით ამ სიბინელეში და გამორჩეული ვიყავი თურმე და ამ დროს მოდის ოფიცერი და ამ მე უკვე უნდა გადავწყვიტო რომ უთხრა უკვე რომ არ მივიღებ ფიც და ჩემთან მოდის მაიორი ებრაელი რუსი ებრაელი მაიორი ხო товарищ отхозори у меня к вам слово ეს რუსულად მეუბნებოდა და товарищ მეიორი მეთქი და ჩვენ გაკვირდებითო შენ არავის არ გავხარო ყველანაირად მოწესრიგებული ხარო რაღაც საოცარია ესეთი ისა და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დაგნიშნოთ ესე ზამკამ ზოდა ანუ ოცეულის მეთაურის მოადგილედ მოკლედ ნუ და როგორც კი ეს მითხრე იმ წუთას მეუბნები მე კიდე ამხანაგო მაიორო იმაზე ფიქრობ ახლა რომ ვის მიმართო იმის სათქმელად რომ მე ფიც არ მივიღებ რელიგიური წვენის გამო ეს არის 1980 წელი საბჭოთა კავშირშიც კი მორწმუნეებშიც კი იშვიათი იყო ასეთ ვაბანკზე წასვლა თანა ისტორიკოსი ვარ პარტიის ისტორიის კათედრაზე ვსწავლობ მათი კადრი ვარ ეს სიგიჟე იყო და პირველი ეს რომ უთხარი ამას ეს მაიორი მიყურებს და რამდენიმე წამი შოკში იყო კაცი აი ესე მიყურებ პირდაპირ და ისეთი გამანადგურებელი არგუმენტი მითხრა რომ ღმერთი არ არის რომ ცოდნა და მეთქი ეს უგრომ ხუმრობ უბრალოდ მეთქი არ ვირწმუნებდი მეთქი ანუ რა არგუმენტი მოიტანა ბავშვით ნახე საბჭოთა კავშირი сад ვიყავ ведь Юра Гагарин же в космосе был он никакого бога же там не видел ანუ ხათულად ახლა ბერმაროსულის პროპაგანდა და ეს იმდენად ის არის კლასიკა როგორ ლათინური სენტენცია ისე ხმარობ ამას ანუ იური გაგარინი აგერ არ არისო ჩვენ გაუშვითო იქო და სანახავად პრეზიდენტი და იღმერთი რომ იმასავით პურდმარილით არ შეხვდა და ძვირფასო იურა რამდენი საკუნა გელოდები და ბოლო მობრძანდით აი იყო არგუმენტი მეორე წამიყვანეს დაკითხვის ოთახში
დაამსვეს ჯერ გონია თუ მე გავგიჟდი ან ხო რაღაცაში ესახ იმდენად შოკის მომგვრელი იყო ეს ფეხზე დადგა მთელი ისა სასწაული ამბავი იყო და შვიდად რომ ელაპარაკება და რომ შვიდად რომ პასუხობ ბიჭო ამათ კიდე არ ჯერ დაწერეოდ მე ვთხარი მიკარნახეთ მეთქი თორე მე შეიძლება შეცდომას დაუშვებ მეთქი ფლად გაცოფდნენ რო დაუწერე და წაიკითხეს რელიგიური მიზეზით მე არ მივიღებ ფიც ატყდა ყვირილი ერთი პოლკოვნიკი იყო ბაიორი ვიღაცა შენ მე დაგიცავო სამშობლოსო ყვირიან იგი რაღაცები ხდება და როგორი სიცილია ამიტყდა იცი ექსტაზური სიცილია ეს არ იყო ჩვეულებრივი ნერვული არანორმალური მე სად უკვე ხეულს ვიკავით სიცილია ამიტო და გაზეთი კომუნისტი იდო და ეს მქონდა აფარებული რომ არ გაგიჟებულიყვნენ წამების დროს ვიცი რა მელოდება ხო რომ გამომიშვეს ისა წადი იმაში კაზარმა თუ რაც ქვია რა და გამოგიზახებ თუ და ნაბიჯი ვერ გადავდგი ექსტაზი სიხარულისგან აი მაგ მომენტში დავინახე რომ აი ცეცხლი რომ დანთებული იყო სიმღერით შევიდოდი მაგ მომენტში განგება გაძლევს ისეთ მადლს და ძალას არავის არ შეგეშინდეთ მერწმუნე ოღონდ დროზე ადრე არა ესე არ ხდება ამის შესაც ამოწურავ და მიენდობე სხვა რეალობა რომელიც არავინ არ იცის გარდა იმისა ვიც იქ ხდება ამიტომ ჩვენ ვიცით ისტორია გარედან ვაღაცებზე ვაიმე ეწამებია ვაიმე საწყალი მაგრამ ეს შენი ფანტაზია აბა შედი შიგი იქ რა ხდებოდა მარტო მე დამანახა ღმერთმა რა ხდება იქ სამზარეულო ერთგვარი დამანახა სამყარო გადამიყვანა და მე არ დაუშვა რომ მე გამეგზელებინა ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ იყავით იეჰოვას მოწმე, ბაპტისტი, კრიშნაიდი, 10-მდე მოძღვრების აქტიური წევრი. კიდე რამდენიმე სვენელიც, ხო? აი რატომ ჩნდებოდა აი ამის საჭიროება, აი ჭეშმარიტების პოვნა გაგიდათ თუ როგორ მაშინ როგორ იყო იცით ერთია რომ ქრისტე მივიღე მე, მაგრამ ქრისტე ერთია, მაგრამ მეორე ხო ორგანიზაციულ ხარხ უნდა გქონდეს მიწაზე და ამ დროს ეს უკვე სექტები აქვს. აქ მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ჩემთან ახლოს, იმიტომ რომ ეს რიტუალურ დონეზე იყო, მე ხო ათეისტი ვიყავი და პირდაპირ სახარებიდან რომ ვირწმუნე, მართლმადიდებელი სახარება არ აქვს, გარეგნული მხარეა და ეს ჩემთვის უკვე ნაკლებად მისაზიდი იყო. ამიტომ მე პირველად ადვენტისტი რო გავხდი, მე 5 წლის მერე ხელახლა მოხდა იგივე ჩემში, მე უკვე აწყობილი მქონდა ცხოვრება, ცოლი მოვიყვანე, ბინა, კარიერა, მოგრედ რაიკომში უნდა ჩემი გადაყვანა პიკზე ვარ და იქ ისევ გამინათდა რომ ეს არის ყველაფერი, აი გაიღვიძა იმ პირველმა იმან 5 წლის წინ და ერთ დღეში გადატრიალდა სამყარო ისევ და ერთ დღეში ყველაფერი მოვშალე და რომ გავანულე ყველაფერი თელი ჩემი ნათესაობა მეუღლე ფეხზე დადგინე ეგონად გავგიჟდი რა ეკნათ არ იცოდე იმიტომ რომ 1985 წელი 6 პიგზე ვარ იმით რომ წარმატებული ოჯახი ვარ ყველაფერი და ამ დროს ყველაფერს აჩერებდა სადღაც ფიზიკურად ვიწყებ მუშაობას იქ სიგიჟე იყო მაგ დროს უშიშროება ძალკე ამიყვანა აღრიცხვას იმიტომ რომ ეს ვინ არის რას აკეთებენ იქ და ასეთი არეულ მდგომარეობაში ვიყავი ესე ფიზიკურად ცოლი ფსიქიატრთან გაიქცა იმან უთხრა სასწრაფო წაიყვანეთ ასათიაზეო არა და არაფერი არ მჭირდა მე ხო ვიცოდი რას ვაკეთებდი ვერ ვაჯერებდი მოკლედ რომ მე ჩემი მეუღლე წავიყვანე სადაც დავდიოდი სოხუმში ყოველ კვირას შაბათს ჩავდიოდი ეს იყო ტრაგედია ყოველ ჩასვლის წინ ეს რო ნახავდა რომ მივდივარ რა იქნა ხო რაღაც ეთქობდა შევეზღუდე და ზამთარში პალტოს ჩავიგდებ და წყალში თან რაღაცი თელი ოჯახი სასაული ამბები იყო იქ მაგრამ მე რა ხდება ადვენტისტი რო გავხდი მაგრამ აი ეს ქრისტეს სიყვარული ადვენტისტი შაბათი ვიღაცები არ ცხონდებიან ვიღაც ცხონდებიან ეს ვერ დავეტიე გესმის ჩემ ამ ერთ მოძღვრებაში და სკდებოდა მე მოკლედ რო გითხრა ხა დიდი ისტორია და მე ცხოვრობდი ჯვარზენში ეს არის ენგურჰესის მშენებლობის ქალაქი აი როგორ ჟინვალესი ტყიბული ტყვარჩელი აშენდა ამისთვის აშენდა იქ სკოლაში ვასწავლით ბინა გქონდა და იქ იყო ჩამოსული ყველა მოძღვრების მიმდევარი აქ საბჭოთა კავშირიდან რომ ჩამოსული იყო ბაპტისტებიც იქ იყვნენ 50-იანელიც ის იეჰოვას მოწმეც მთელი სერვისი იყო და ეს ადვენტისტში რომ ცოტა ეჭვი შემეპარა გადავედი მეორე მე შაბათი 50-იანელი იყო მე იეჰოვას მოწმეები მე ბაპტისტი მე 50-იანელი ანუ ეს თქვენი ინტერესი აი იმიტომ ვერ ვეტეოდი გესმით ვერ ეტეოდით იმაში რა თლიანობაში ეს უკვე გამთლიანებულად უკვე მე უკვე 93-ში მართლმადიდებლობაში საბოლოო ჯამში ისის განგება გამიცხადა კი თორე მე მეტენაგე იმიტომ ეს მოძღვრება იდეალურია მართლა მაქსიმალ პრობლემა არის
ის რომ ჩვენ არა გვაქვს კარგად რეალიზირებული დღეს რაც გვაქვს, ჩვენ ეკლესიასაც ჭირდება ცოტა ჩამოფერთხები ბევრი რაღაცისგან. მამაო, როგორ ფიქრობთ იმისათვის რომ ჭეშმარიტებას ეზიაროს ადამიანი? თვითონ უნდა გაიაროს ეს გზა, რასაც ყვებით. ახლა მე რაც გავაკეთე რომ ამდენი მოძღვრებოდი ეს ამას არ ურჩევდი და არც არის აუცილებელი ეგა, აი ესე ყველა მოგაიარ და მე 90 წების დასაწყისი და უკვე წიგნებს ისეთ წიგნებს კითხულობდი რაც ითარგმნა მაშინ ხო აკრძალული იყო ყველაფერი და მე 12 წელი წიგნებს ყიდდი მაგრამ ჭეშმარიტება ნახეთ ქრისტე ხო ჭეშმარიტება არის ადამიანური სიმართლეები და მცდელობები და არის ჭეშმარიტება რომ მცდელობების მიღმა ამიტომ ვერც ერთი ადამიანი აი ესე ძიებით ვერ მიძიებით ჩვენ მივდივართ არაძიებამდე და არაცდამდე აი ავთანდილის მაგალითია კარგი რომ ეძებს ტარიელს 3 წელი ხო თავდაზღვა გადაიარა ეძია ბოლოს იქამდე მივიდა რომ ამოწურა ყველაფერი და თქვა რომ აზრი არ აქვს არაფერს თუ ღმერთმა არ ინებავ და იმ წუთას ხედავს ტარიელს ანუ ძიება იმიტომ არის საჭირო რომ ადამიანმა თავისი ადამიანის ცდილობები ბოლომდე უნდა ამოწუროს და როდესაც ეს ამოწურა ანუ ჭეშმარიტება თვითონ არსებულია და შენ თუ ეძებმა სანამ მას ეძები ვერასდროს ვერ იპოვი იმიტომ შენი ეს ცდილობა გაშორებს მისგან და მაგრამ რატო ცდილობ? იმიტომ რომ ცდილობით ამოწურო შენი თავი, როდესაც ამ სიმძაფრის ზღვარზე მიაღწევს, რომ დანებდება, მან ხდება ჭეშმარიტება, იმიტომ ის ჭეშმარიტება არის ის რაც არსებულია. ხოლო შენ როცა შფოთავანო ეძიებ, შენ ზუსტად ამ ძიებით ხარ დაშორებული, რიტმით ხარ და ამიტომ განგება უშვებს იმას, რომ შენ ამოწურო, რატო? რომ ამოწუროთ გაჩერდებ იმას იმ წუთას იპოვე, სხვა გზა არ არსებობს. ეს სასაული რაღაცაა და ამით სამაგიერო ჩვენ გამოცდილებას ვიძენთ და როცა გონია რომ უკვე მე ვერაფერს ვერ შევძებ მაშინ გამოჩნდება ზუსტად ეს იმიტომ ის ყოველთვის აქ იყო მამაო თქვენი პირველი ნაბიჯები ეკლესიაში და პირველი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ 94 წელია ჩამოვედი მე თბილისში აი ძიებების შემდეგ დაღლილი 50-იანთა ვიყავი ლატვიის სკოლა დავამთავრე ბიბლიური სკოლა ყველაფერი მეგონა რომ რაღაცას მივწდები მაგრამ უფრო შინაგანად გავღატაკდი და მე უფე დანიელს შევხვდი ჯერ მას მითხრა რომ ეს რომ მოუყევი ჩემი ისტორიამდე ის რომ მაგ გავლილი დაწერო ფურცელზე როულში და მე პატრიარქს ვაჩვენებო და შეგახვედრება რა გზა გაიარეო ყველაფერი დავწერე 12 ფურცია როულში ჩამოვწერე ეს ყველაფერი რაც ახლა მოგიყევი და თუ პატრიარქს აუკითხავს ესე იგი მოიყვანე ჩემთან რომ იმ წუთას ეს არის 94 წელი ომი ახალ დამთავრებული და პირველად შევედი და აი მე არ ვიცი ხა პატრიარქთან თქვენ ქონიათ შეხვედრა ადამიანურად, აი ვისაც ეს არ უნახავს უამრავ რაღაცებს რომ ამბობენ და მათზე იყოს მე არ ვიცი ეგა მაგრამ პირადად რაც მე განვიცადი აი რომ მამას რო ხდები ამ ბაბუას შენი ეს ადამიანი აი მისი ღიმილი ჩახუტება რაღაცას ასხივ ველი აი ვარდები სადღაც და რამდენიმე ერთ კვირაში თუ ორ კვირაში წარმოგიდგენია მისიონური ცენტრის ხელმძღვანელად დამიშვა სამეგრელოს რეგიონი და თავისი კარბლანში ანუ სატიტულე ფურცელი პატრიარქის ის რო არის და ბეჭედ დარტყული და ილია მეორე ხელმოწერილი ფურცლები მომცა აი ღმერთის წინაშე რაც გინდა ჩაწერი და გააკეთო შენი თუ სადაც გინდა ღონისძიებები აქტივობები და აი მე ვაკეთებდი ამას წერდი გამგებლებთან იმას ჩავედით აქედან ავტობუსის თელ სამეგრელოს რეგიონში ნათლობები ჩავატარეთ მე უკვე დანიელთან ერთად და არ ვიცი ესეთი ბაში ვიყავი განებივრებული ძალიან აი ერთი დიდი მანქანა ახალი აღთქვა ჩავიტანე სამეგრელოში პატრიარქმა გამოვატანა 97 წელს ორჯერ დამივარა მგლად კურთხევას თვითონ მაკურთხა დიაკვნად და აი აქ უკვე გავჩერდი ახლა მინდა ახლა სასაულ რაღაცას გეტყვი რატო უთხარი უარი ბლოვაზე უარი ხო აი ერთ დღეში მოკლედ ეს უკვე დიაკვნად უნდა მაკურთხოს ხო და ამ დროს ფხაგავადგიტა ჩამივარ და ჩემდა სასიკეთოდ საუბედუროდ ხელში ფხაგავადგიტა სად ფხაგავადგიტა და სად ბიბლია ხა ბიბლიური ღმერთი ხა რაღაცა წერებიანი და ამ კრიშნა მოთამაში ბიჭი რომელიც თავის რათხა კრიშნასთან ერთად საქანელზე ქანაობს და ცეკვავს და რა ვიცი სულ სხვა სამყარო პარალელური რა მინდოდა იქ ამიფეთქდა
სამყარო რო პირველად წავიკითხე, აი რა მექნა არ ვიცოდი, მთლიანად ამოყირავდა, დავტოვე სახლი, ჩამოვედი თბილისში კაჭარავას ქუჩაზე იყვნენ, მაშინ ჩამოსული აფხაზეთი და კრიშტაიტები. სახლი ქონდათ ნაქირავი. ჭიშკართად დავდექი, წარმოიდგინე ხა ორ კვირაში და დიაკვნად და მაკურთხე მისიონერ ცენტრის ხელმძღვანელი ვარ. ჭიშკართად დავდექი, ვერთ მე არ ვიცი მეთქი კრიშნა ხარ, ქრისტე ხარ, მე ჩემში უკვე აიზიალა ყველაფერი. მე მზად ვარ ყველაფერისთვის მეთქი, ბევრი არ ვილაპარაკოთ. შევედი იქ და ორი თვე იქიდან არ გამოსულა. აი მთლიანად აი ეს კრიშნას ცნობიერების სამყაროში ცხოვრობდი იქ რაც არის. სახში რომ მივედი როგორც კრიშნაიდი თითქოს. ჩემი მამახულა რომ ნახე ეს ჯაპა რომ მომაგდა პრასადის გასაკეთებელი წიგნები რაღაცეები, საწყალი ჯერ ეს სექტებისგან გამწარებული. 5 სექტა რომ გამოიცვალე და სულ ვიცვრი და რა დღეში იყო და ახლა ეს ქვარი გამიგიჟდა და მთელი ყვირილი მორთო რა იქნა და მაგრამ რა მოხდა იცი დამონახა ეს სამყაროც განგება რა გახსნა სამყაროს სხვაგვარი ხედვა კიდე ანუ ჭეშმარიტება და 13 წელი იცხოვრეთ ერში აი ამის მერე მე ხო უკვე აი ამიტომ უთხარი უწმიდეს მე ხო დიაკვნად ვეკურთხე და 2 წელი ვიყავი და როცა ორჯერ ბრძოლა შემომთავაზ უკვე მე ბრძოლები დამეწყო შიგნით ეს პროცესები წავიდა რაღაცები და მე უთხარი რომ მოვითხოვე ძალიან ეს პატარა ბავშვით მეკცეოდა რომ შევდიოდი საპატრიარქოში უცბად გამოდიოდა და დამიჯდებოდა რამდენ ხან ფულშუქდი და ხან საროჩკას გამოვიდა პატარა ბაბუასავით აი სულ და რო უთხარი 1.5 საათი აუხსენი ასე მეთქი იმიტომ კი არ გეუბნები თუ არ პატივი არ მინდა უბრალოდ მე მეთქი შიგნით მაქვს დასალაგებელი მე არ ვიცი მეთქი ერთ ჯიბეში ფხაგავად გიტამიდებს მეთქი მეორეში ბიბლია მართლაც ესე იყო პატარა ფორმატი სანამ ამას არ დავალაგებ ჩემში მეთქი მე გამიჭირდება ამ ღლობის ტვირთის აღება მე და გურცფელა და პატარა ბავშვი და ხა წარმოიდგინე გურცფელობა დააფასა მან როგორ იყო კაცო მან ის კი არა პირიქით პატრიარქთან ყველა ცდილობს ახლოს მივიდეს რომ იერარქიაში წავიდეს ადამიანურად მე პირიქით გამზადებული თვითონ თხოვს აქეთ ორჯერ მიბარებს ახლა და იმის მერე 87 წელია მე რომ მომენტომები ნახა თანამდებობა რაუდო ეპისკოპოსის ვიქე ყველა მონაცემი მქონდა და ამ დროს მე უკვე სხვა გზით წავედი და აი ეს დამიფასა და აი ახლა უთხარი ახსე იჯდა და ავდექი მე მივდივარ მეთქი მთლიანად მე სხვანაირად არ შემეძლო ვერ დავრჩებოდი და წასვლაც მიჭირდა მაგრამ ნახე სად გადაწყვიტა ამას ხო ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ითამაშება ამას ავდექი და რომ მივდიოდი ნახე რას მებულება სიტყვა წადი შენ არსად არ დაიკარგები ყველა ინტელექტუალი ამ გზას გადის თუ კაბა ხელს გიშლებს ახურებაში გაიხადე და როდესაც დაასრულებ ძიებას მე დაბრუნდი ანუ რა გააკეთა იცი მე ხო მიჭირდა წამოს დამტოვა დიაკონად უბრალოდ კაბა გაიხადე იგივე ცენსი გაგდა როცა დაასრულებ ძიებ 13 წელი მე ერში ვიყავი 12 წელი წიგნებს ყიდდი აი კომუნისტის რედაქცია იყო ადრე გეცოდინება იქ გარეთ სტენდები იყო თავი და ბოლო ელიქის ხო ბანდ ვიყავით სულ მე ისრაელში წავედი მე რამდენი კაბალას შევისწავლე ლაიტმანთან შეხვედრა რომ უამრავი რაღაც სულ სხვა გეგმები მქონდა დაასრულეს ყველაფერი და 13 წლის შემდეგ ჩემში მოხდა ისე გაღვიძება სასწაული რაღაცა იყო და დაბრუნდა გამეღვიძა და მეთქი რატო არ მე ეკლესიაში და აი ეს როგორც გაგახსენდეს ისე დავბრუნდი შემიყვარის პატრიარქთან საკურთხეველში საბების და ესე რომ გაახსენე 13 წელია გასული ახლა ეს ასაკშია შესული და აი რომ გურამიო დიაკვანიო შენ რომ გაუშვიო და ხო შეიძლება და საერთოდ არ ხსომებოდა მე ვარ მარტო მან ნახე რას მეუბნება ის აღსოვდა რა მითხრა და ესე ამომხედა და მეუბნება ორ სიტყვას დაბრუნდი მეცნიერო აი რა არის ეს მითხარი ირონია სიყვარული არ ვიცი რა იყო დამთავრდა აი ეს 2010 წელი იყო 11-ში მე უკვე დიაკვნად და მე მღლად 2014-დან ძალიან საინტერესოა მთელი ეს გზა ახლა მე ამას სიცილით რო ყვები და რაღაც მაინც გადაცემა თუ რამის უკან რამდენი ტკივილია რამდენი ცრემლი ეს მარტო ღმერთმა ის არც არის საჭირო ვინმე ვიცოდეს მამაგურამ რატომ გიწოდებდნენ პატიმრების მოძღვარს მე რა დასკვნა გავაკეთე იცი აქედან მე რომ მეგონა რომ პატიმრებს ჭირდები დიახ არანაკლებ ჭირდებოდი მაგრამ თურმე პატიმრების ცხოვრება არანაკლებ ჭირდებოდა მე და რატომ ეს არის რეალობა რომელშიც ადამიანი თავის თავთან არის ყველაზე ახლო ვერ თამაშობს
ანუ ყველა აი ადამიანს არ სიყვა, ახლა მე და შენ რო ვზივართ, სადღაც მაინც ხო ვთამაშობთ. ნუ ვიცავთ სუბორდინაციას, ტელევიზიაში ვართ, რაც არ და გულწრფელები ხო. მე და შენ რო შევხვდეთ ერთმანეთს, აი როგორც მოძღვარ ხდება ადამიანი, იქ სულ სხვანაირი ეკაზა ვინახავ მე, რომელიც აქ ვერ აი პატიმართან მოძღვარი რომ მიდის იქ პატიმარი არის თავის ნამდვილ მდგომარეობაში, რომელსაც ვერავინ ვერ დაინახავს, ვერც ადვოკატი, ვერც პროკურორი, ვერც დედა, ვერც მამა, ვერავინ, რომლის გამოც ის ციხეში ხდება ხშირ შემთხვევაში და მე ეს ვიცი, რომ ყველა პატიმარი ეს არის ის, რომელმაც ცხოვრებაში რეალიზაცია რო ვერ შეძლო და ეს ჭარბი, უნდობლობა გადადის მერე აგრესიაში და ფიზიკურ პროტესტში და ციხარის ადგილი, სადაც ადამიანი ძალიან ახლოს მოდის საკუთარ თავთან. მე მინდა ერთი რომ არ გადავწე პატიმრებს, გიორგი რო არის უვადო პატიმარი, მე ხო საუბრობ ყველგან მისიანი, მე მინდა გაჩუქო ეს მისგან. ეს ახლა იყოს და ეს ახლა ნახე რა ლამაზიმებს აკეთებ და აჩუქეო ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს, სადაც იქნებიო და არ ვიცი, აი რომელიც მოგეწონება დიახ მართლა და 21 წელია ზის ეს ბიჭი ნუ 18 წელს იყო დანაშაული ჩაიდინა გასა ინანიებს არც ითხოვს არაბ მაგრამ მართლა მონანიებულია ეს ბიჭი ცოდოა იქ რო იყოს მართლა სიყვარული სავსეა და ძალიან ბევრი არიანი კიდევ სხვები და უბრალოდ მინდოდა ეს მე ჩვენი ადამიანის სიყვარული გამოგვეხატა კიდევ ამბობ პატიმარსა და საზოგადოებას შორის ეს სადემარკაციო ხაზი არ გაავლოს არავინ ქრისტეს ხედვით კაცის მოძულე გამკითხავი კაცი მკვლელია და ასე რომ როცა გამსჯით ვიღაცებმა თავიანთი უბედურება ეყოფათ იხდის საჯელს პატიოსნად და კიდე დამატებით რომ ისინი იქ უნდა იყვნენ და ჩვენ პატიოსნები ვართ აქეთ ხოლო გისოსეს იქ არიან დამნაშავეები აი ესეთი სადემარკაციო ხაზი არ გაავლო და ქვა არ ესრულოთ ჯერ სანამ არ დაფიქრდები და საკუთარ თავში არ ჩაიხედა დიახ ჯისმაც სახელმწიფო მაგრამ ჩვენ რა ხა მამამაც რო ცემოს ბავშვი და დედამაც კაცო ვიღაცა ხო და მოეფეროს იმათავით გაჭირება ეყოფათ, მაგრამ სულში ჩვენი სტანები არიან, ისინი და იქ გადიან ჯვარცმას. ხო. დიახ. თუმცა ჩვენ გვყავს კიდევ სხვა შინაარსის პატიმრები და არ შემიძლია აქვე რომ არ კითხოთ მათზე. სინდისის პატიმრებს გულისხმობ და რა შეგიძლიათ მათ უთხრათ, არ ვიცი, შეგიძლიათ მიმართოთ. კი, მე მათ თანადგომისთვისაც იქაც მოსულა რუსთაველზეც მინახავს კიდეც იქაც. ერთადერთი სინდისის პატიმარი თავისუფალია. აქეთ არის თუ იქით არის. და იდეალური წყობა ჯერ არ მოსანამ ქრისტე არ მოვა. ამიტომ ერთის მხრივ აქ პროტესტი დაუშვათ უსამართლოა, მეორე მხრივ ის თავისუფალია თავის სინდისში, როდესაც ის მან იცის რატოს ის იქ და ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, როცა უსამართლოდ ისჯებითო, გიხაროდთო, პეტრე, იმიტომ რომ თვითონ თქვენი მაცხოვარი ცხო ეტანჯა უსამართლოდ სისტემისგან, პილატე ფეხს სახელს იბანს, რატო შეეძლო გაეთავისუფლება ჭეშმარიტება, მაგრამ მაშინ წააგებდა თანამდებობას და იჭედება. ამიტომ მოდი ვზიდოთ ეს ტვირთიც იმ სინდისში, როდესაც შენ მართალი ხარ, ალბათ ამაშია შენი თავისუფლება და შეგიძლია ქრისტეს მიემსგავსო და პლუს არ გაბოროტდე, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა და ჩვენი მტერი არ არის ადამიანი ან ჯგუფი, ესენი დღეს მოვა თავრობა ხვალ წავა. ჩვენი მტერი არის სული ბოროტების სისტემა, რომელიც უგუნურებაზე აგებული, უსიყვარულობაზე, უსიცოცხლებაზე. ამიტომ თუ იქიდან ესეთი გზავნილი ექნებათ, რომ მოდი გვიყვარდეს ერთმანეთი, მარტო ვერდგულოთ ადამიანობას ჩვენში. მაშინ ესეთი ადამიანების რაოდენობა როცა გაიზრდება გაცნობიერებულებით, რომელსაც თავისუფლება სულში აქვთ. და არა მარტო მაინც და მაინც პოლიტიკური სკამის მისაღწევად, მაინც და მაინც ბრძოლას ზედაპირია, მაგრამ შინაგან მაშინ როგორც ბალახი მოდის გაზაფხულზე და ვერაფერი ვერ გააჭერებს, საქართველოს გარდაიქმნება და ჩვენი წყობაც გარდაიქმნება ასეთ თავისუფალ ადამიანებზე ჩვენ მოვიყვაროთ და ესე. მე ამას ურჩევდი რომ არ გაბოროტდნენ. თავისუფლება ვუსურვოთ. ამინ, რა თქმა უნდა, ჯერ შინაგანიც და მე გარეგანი თავისუფლად მოხდება. რა თქმა უნდა. ტაძარი არის ის ადგილი, სადაც კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ და დღეს თუ ახერხებს ეკლესია რომ ადამიანებს ის პასუხები გასცეს, რასაც თანამედროვე ქრისტიანი ითხოვს. ეკლესია როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული და მემკვიდრე და რომ მოდის დღემდე წესით ის როგორც მისტიკური სხეული ქრისტეს და ჭეშმარიტი. ის ნამდვილად არის ქრისტეს გამცხადებელი, მაგრამ მეორე არის ინსტიტუციური ეკლესია, რომელიც დღეს გვაქვს. აი აქ პრობლემა გვაქვს, რომ ალბათ უფრო მეტი
ადამიანურობა და შინაგანი თავისუფალი მიდგომა გამოვავლეთ ვიდრე ცენზიდან, როგორც მღვდელი, როგორც ეპისკოპოსი, როგორც მიტროპოლიტი, ქრისტე ფეხსბანს თავის მოწაფეებს. მან თქვა ასეთი ფრაზა, რომ ამ წუთის სოფელში დიდებს, ანუ დაწინაურებულებს ემსახურებიან დაბალი ფენის ხალხი, ისინი უბანენ ფეხს და მე თქვენ მიწოდეთ უფალს, ხო? მე თქვენ ფეხი დაგბანით. ანუ იესომ ამოაყირავა იერარქია და სამწუხაროდ დღეს იერარქიულობა ფიზიკურში ჩანს ჩვენს ეკლესიაში ვიდრე პირიქით. აი ამას უსურვებდი ჩვენს ეკლესიას და დღეს უფრო ახალი ფენაც მოდის რაღაცების კენიცხება, გააზრება, წიგნები მოდის, ჩვენ განათლება არ ქონდა. თქვენ იცით რომ საქართველოს ქართულ, თანამედროვე ქართულად ბიბლია პირველად 1989 წელს გამოვიდა ზურა კიკნაძის და მახას ოყულაშვილის თარგმანი. მანამდე ძველი ქართული ჰქონდა და სტოკჰოლმის სახარებები იყო თარგმანი. მახსოვს სკოლაში საერთოდ გვიგზავნდნენ ეკლესიაში შესვლას და ეხლა რა თქმა უნდა. ამიტომ ახლა დღესაც ამდენი ინფორმაცია მოდის. მარტო ცენზით კი არ ვიყოთ ესე რომ იურიდიული ძალაუფლებით რომ მიტევებას იურიდიული ძალაუფლება აქვს ოლარის და გიყვარდეს ეს ადამიანი და მე აკძალა ყველაფერს. ზიარებაც შეიძლება შენ აზიარო, მაგრამ შენ სიყვარულს უდაზია, შენ გიყურებს, ადამიან კედელს არ უყურებს. იესოს ეკითხებია, მამა გვაჩვენეო, რას ეუბნება? წადი ტაძარში, მამას ნახა, არა, საყვედურო ფილიპე, რამდენი ხანია თქვენთან ვარ და მე ვერ მიცანი, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. რისთვის არის ეს მესიჯი? ეს ქრისტემ თავის თავზე ხო არ თქვა, ეს ჩვენთვის არის. ეძებეთ ერთმანეთში. სხოთაშვილის ათეისტური სახელმწიფო იყო, მაგრამ ცხოვრების წესში ქრისტიანობა იდო საფუძვლად. თუ გინდა სითბო და ალერსი ჩახედე მეგობარ თვალებში. ცუდია, მეგობრის თვალებში იქპოვეს სითბო და იესოა ეს. გავაკეთოთ ასე ვიდრე ის რომ ტანსაცმლებით და რეგალიებით ველაპარაკოთ ადამიანებით. მოდი რა, ცოტა ადამიანი უფრო ახლოს მოვიდე. მე მაგათი ქუჩაში დავდივარ სულ 24 საათი. მეტროებში ისეთი სიხარულია რომ უყვართ რომ უხარიათ მე რომ ხედავე ზოგს არ ჯერა კიდეს ერთი ავტობუსი და გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი რომ დამინახა ეთყობა ტელევიზიებში რომ ხედავდა ეგონა რომ მე დაცვი დავდივარ და რაღაცა ვარ შეფუ და მამა გურა მე თქვენა ხართ კი მე თქვენ ავტობუსით დადიხართ რატო არ შეიძლება გამოვიდეთ გარე დადაბენები ვართ კაცო ჩაიხუტეთ სითბო უნდა ადამიანს სიყვარული უნდა შენი ღმერთი სად ნახოთ ცაში არ არის ღმერთი არ ტაძარშია შენს თვალებშია შენს სიყვარულშია შენს გულშია მამა გურა ბედნიერება სად არის? არსებობს ბედნიერების სახელმძღვანელო? გეტყვით. ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ აი ამერიკის კონსტიტუციაში წერია თურმე. მე არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი პროფესორი, რომ ადამიანს უფლება აქვს იბრძოლოს ბედნიერების. იქნება ბრძოლაშია შეცდომა. აი თქვენ ახლა სუნთქავთ თუ ცდილობთ ისუნთქოთ თუ სუნთქავ შენ ახლა. სუნთქავ? არ სუნთქავ მე. არა ეცადო ისუნთქო? ასე რომ ხო რაღაცა დაიკარგება. ანუ ადამიანი ბუნებით არის ნეტარი. ნეტარება სხვა არის. ნეტარება აი როგორც წყალი არის სველი. წყალს ხო სისველი არა აქვს. წყალი სისველეს უდრის. ადამიანის სული ნეტარია ბუნებით. ეს როდესაც ჩვენ დავკარგეთ, ეს იყო სიკვდილი ჩვენი და ადამიანმა დაიწყო ბრძოლა უკვე. ხო, მაგრამ არ უნდა იბრძოლო რაღაც. აი ბრძოლაში რა ხელი გაანძრიერო. არა. ბრძოლაში რას გულისხმობ? რომ შენ რაღაცებს შეიძლება და უფრო მეტად ბედნიერი, მაგრამ ეს არასდროს არ დამთავრდება ეს მიყოლა. ანუ უნდა ელოდო? იქამდე უნდა მიხვიდე, თავიდან ასე ვიწყებ ჩვენ, ვსწავლობთ კარიერა ჩვეულებრივი ამბავია, განა უარს ვამბობ, მაგრამ აი უძღების შვილივით ერთ წერტილში მიდიხარ რომ ამაში მაინც ღრმად რო ჩაიხედავ რაღაცა გაკლია, ხო ვერაფერი ვერ გაძლევს. აი ჩვენთან უნდა მოხდეს ახლა ტრანსფორმაცია. ჩვენ ვარ საზოგადოება და ცივილიზაცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის დაკმაყოფილებული კი არა, ანუ დააკმაყოფილებით ვერ აკმაყოფილებით ყოველ შემთხვევაში მატერიალურ მოთხოვნილება ადამიანს არ ვიცი რომელიმე ეპოქაში იყო ასე დღეს ტექნიკურად ხო სიმშვიდესა და ბედნიერებას შორის რა არის განსხვავება აი ეს შინაგანი სიმშვიდე არის ნულოვანი მდგომარეობა უშფოთველობა 7 არის ფუძეში ხო ბედნიერად გრძნობერე მაშინ ხო მეტია კიდე ეს ვიდე ბედნიერება ეს არის ყოფნის სისავსე ვარ უბრალოდ და დამატება არ გინდა ხო ბედნიერება რაღაცა მომენტში ხარ და მე უბედურება მოდი იმიტომ შვილი კარგად ყავს და აბა რამე დაემართოს მაინც მატყუ არაა ხოლო ეს რასაც ამბობ იობივით ახლა იობზე გეტყვი ყველაფერი აქვს 10 შვილი ცხარძროხა ავტორიტეტი ყველა ერთ დღეში ეკარგება ყველაფერი როგორ ფიქრობ რატო გააკეთა ღმერთმა იობმა არ იცოდა რატო უყვარდა ღმერთი ას ყველაფერი რო აქვს თუ უბრალოდ ღმერთი როა დაუშვათ რამე რო დამართო და შვილებს ურვა ეყარებოდა ღმერთი ამიტომ ამბობს ის როცა ყველაფერი დაკარგა
მეწია შიშის ზარი, რასაც ვუფრთხოდიო. რატო? იმიტომ რომ მას ეშინოდა რომ რამე რო დაემართო შვილებს მე შევძლებ ღმერთი მიყვარდეს და ზუსტად იგივე მოხდა. წაერთვა ყველაფერი და იქ იწყება ბრძოლა, იქ ბრძენები, კითხვა, პასუხები, რატომ, რისთვის და ბოლოს ეხილება თვალი რეკა რაღაცაზე და ნახე რა სიტყვებს ამბობს. აქამდე შენზე შორიდან მესმოდა. ამიტომ ბევრს ლაპარაკობდი. ახლა პირისპირ გიხილე და ბაგეზე ხილებს ვიდებ და ვჩუმდები. რატო გაჩუმდა იობი? აი რაღაცა გაიგო. ამიტომ ბოროტება ეს არის ჩემი უგუნურებით და უმწიფრებით შექმნილი ხედვა სამყაროზე, არასწორი ხედვა. და ამიტომ ბოროტება დაიძლევა გაგებით, სიმწიფით, წდომით, მიხვედრით და სადღაც ვარდებით, სადაც ვჩუმდებით. რა არის თავისუფლება თქვენი აზრით? აი ხა რა პირველი მომივიდა უამრავნაირად შეიძლება რომ არ ვიფილოსოფოსო, ქართული თავისუფალი ხო ვიცით, მაგრამ შუმერულად თავისუფლებას ქვია ამაარგი. და რას იშად? იგი თავის დედას დაუბრუნდა. ანუ რა ხდება? იშთარის ქანდაკება იყო ცენტრში, მანდ იყო სოციალური წრეების მიხედვით ვინა როგორ არის რეალიზირებული და ნელ-ნელა პერიფერიიდან მოდიოდნენ ცენტრისკენ და აი ვინ იყო თავისუფალი იცი? რომ თავისი იმით გაცნობიერებით მიაღწევდა ქალაქის ცენტრში და ამ იშთარს კლავს იმაში კალთაში ჩაუდებდა თავს. აი როგორც ქეთოს რო გაახსენდა მე დედა აი იესო ამბობს შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. აი ჭეშმარიტება არის გახსენება. ჩვენ ვართ იმ დიდი სამყაროს შვილები. ჩვენ აქ ვართ იმის დავიწყებით მდგომარეობაში. იმიტომ რომ არ ჩერდებით რაღაცა გვაკლია და იესოს სიტყვა ჩემთვის ეს არის ჩემი გახსენება, ჩემი სამოთხისეული მდგომარეობის. მამა გურამ, სანამ მამა გურამი გახდებოდით, საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარეთ. რამდენ გურამ მოთხოვზორიას შეხვდით აი ამ გზაზე? უი, 10 პროფესიაა გამოცვლილი. მასწავლებელი, პიონერ ხელმძღვანელი ვიყავი საქართველოში, იყო ორი პიონერ ხელმძღვანელი ბიჭი. პიონერ ხელმძღვანელი ბიჭი არ იყო, გოგები იყვნენ, მაგრამ აი ესეთი ვიყავი რა. ვიყავი არასოთა ინსპექტორი. მაგერმა ფოტო კუკარაჩას მეძახდნენ, ბიბლია მედო ჯიბეში 82 წელს. კუკარაჩას გეძახდნენ. კუკა, იმიტომ რომ ყველა ოჯახში ბავშვებთან დავდიოდი, აი გეფიცები, ერთი წელი ვიყავით, ესო სცენარი დაწერო, აი ვერ დაიჯერებ, აი ზღაპარში მგონია თავი იმდე რაღაცები მაგ გაკეთებული, აი ამ ფორმით. მე რა ვიცი, ვაჭრობდი რამდენი ოპერატორიც ვიყავი, ბოლო პერიოდში, აი იმებს ვიღებდი, ქორწილებ და იმებს გამიჭირდა. მუშა რა ვიცი, რამდენი წელი მუშაობდი ფიზიკურად. რომელ გურამთან ინატრებდით შეხვედრას? აი ეს გზები რო გავიაროთ, რაც უფრო ასაკში შევდივარ და რაც უფრო გაცნობიერება მოდის, ვიღაცა იღებს ჩემში, რომელიც არც ერთ პროფესიაში და არც ერთ რაღაცა აზროვნების სისტემაში არ ჯდება. იესოს ეკითხებიან, შენო 50 წელსაც არ ახარ და აბრაამი გინახავს, ნუ აბრაამი 1500 წელს. იესო ეუბნება, ვიდრე აბრაამი იყო, მე ვარ. ეს არის მესიჯი ჩვენთვის. ანუ ის არ ამბობს მე ვიყავი. მე ვარ არის მატრიცა, მე ვარ არის არა სტიქია სამყაროს საწყისი, არა ელემენტები მკვდარი, არამედ ცოცხალი, რომელიც აცნობიერებს, სიყვარული, რომელმაც იცისო სიყვარული, მე ვარ სამყარო, არაფერი არ არის ეს ობობის ქსელივით არის მისთვის და შენ ხარ ძვირფასი, მას უნდა რომ შენც იყო. და მე ვისურვებდი რომ იესომ როგორც თქვა, ისე ჩემი სისრული ისე როცა მე ვიტყვი რომ მე უკვე ვარ. ჩვენ ვერ ვართ ჯერ კარგად, აი კაცური ტყეში ვერ ახარ კარგად. დიახ, ვერა ვართ კარგად. კარგად ყოფნა იქნება, როცა იტყვი რომ უკვე ვარ. ვიღაცა კი არ ხარ. არა, უბრალოდ ვარ და დაისვენ სახში მოდიხარ, იხდი ყველაფერი. ჩვენ ჯერ დასაცველი გვაცვია, ჩვენ ჯერ ვალში ვართ. მე როგორც მღვდელი, შენ როგორც წამყვანი, ვიღაცა როგორც დედა, მამა, მინისტრი, ეს ყველაფერი იმ მე ვარის ვალებია. ეს უნდა დასრულდეს და ყველანი უნდა დაბრუნდეს შინ. ამას რწმენაში გაძლიერება ჭირდება. წმენაშიც გააჩნია რაც გულისხმობ. წმენა არის ჩემი აზრით ხსოვნა იმ სამოთხის თუ მოყვება. ხო, მაგრამ ის ბედნიერებაც შენშია, ის ყველაფრის ესეთი სახით განახვაც შენშია, ხო, აი ამის უნდა შეგეძლოს რომ მართო საკუთარი. უნდა შეგეძლოს, მაგრამ ხო უნდა დადგეს ის მომიწონს კი არ ვილაპარაკეთ მომავალში, უნდა შეგვეძლოს, უნდა ეს დამთავრდა ფილოსოფია. გარსი იმიტომ არის საჭირო მომწირდეს სიცოცხლე, იესო, დიდი სიცოცხლე კაცობრიობის შიგნით გადის ინკუბაციას, რომ ერთ კაცად ამოიზარდოს ჩვენგან. აი ეს იქნება მისი მოსვლა. ჩვენ რო ქრისტეს მოსვლას ველოდებით, თქო გორია ციდან მოვა და
მეორედებას არც არის ტერმინი რა დაიცეს არ წმენით ის მოდის სიყვარულა შენში მოდი შენში მოსრული არ არის ჯერ მკვახეა მწიფდება სიცოცხლე სიცოცხლეს უჭირს სიცოცხლე იკიდება მატერიალს და ერთხელაც იქნება ამოიწევს და მწიფდება ყველაფერი მწიფდება ბალი მწიფდება რა ვიცი ლეღვი მწიფდება ნესვი მწიფდება და რა ნესვზე იზრუნვა ღმერთმა გული არ უნდა დამწიფდეს ადამიანს სიყვარულად რომ მიიღოს რატო არის არანორმალური და რატოა ოცნება და ზღაპარი აბა რისკენ მედიოდე ჩვენი ძველები რა უნდა სიყვარულობაა ჩვენი პრობლემა დღეს ალბათ მოდის ეს სიყვარული ჩვენ უნდა ჩვენგან ჭირდება პატარა გულის ნაფლეთი რომ იცოცხლოს უჭირს სიყვარულს შენ უნდა შეასხა ხორცი მე უნდა შევასხა ხორცი ამ იდეას წმენას რომ ბოლო ხორცი შეასხა სიყვარულს და არ ვილაპარაკოთ სპექტაკლები არ დავდგათ ფილმებში არ წავიდეთ არ გავიბრუოთ თავი ეს ყველაფერი მისი ნაკლებობისგან არის და თუ ასე მოგვენატერება და ვირწმუნეთ მაშინ შეხედოთ და ერთხელაც გაიხედავ სამყარო სხვანაირად დაინახა. კი ბატონო, როგორ ფიქრობ, დღეს რატომ არის ყველაზე სმენადი ხდელი გურამ ოთხოზორი? აი რატომ გისმენენ? ესეთი ინტერესი. ყველაზე სმენადი ვერ გეტყვი, მაგრამ იმიტომ რომ მე არ ვქადაგებ, მე ლექციებს არ ვატარებ. მე ამომა გული, ახლა მე თქვენთან რომ ვზივარ, ზუსტად იგივეს ვეტყოდი ქუჩაშიც რომ ყოფილიყავია, სადაც გინდა. მიხედავთ იმას, რომ TV პირველზე ვარ და ახლა ტვინი მეუბნება, აუ, 1000-ობით მსმენელი და რაღაცა ასე თქვი, ეს არ თქვა. არ მეშინია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნამდვილია და როცა ნამდვილი ხარ, იესო ნამდვილია, იესო არ ლაპარაკ, არ ეძებს სიტყვებს. გულიდან მოდის. და მე ვბაძავ იესოს დიახ. მე არ მინდა რომ იმდენი წიგნი მაქვს წაკითხული და იმდენაირი შემიძლია ციტატების მოყვანა შეიძლება რა თვიდა იგა ანუ რასაც ვლაპარაკობ ეს ჩემია და ამას გზობენ ადამიანები რომ არატყუებ დღეს ChatGPT გვაჯობებს ყველას მაშინ დღეს დამთავრდა ცოდნის ეპოქა დამთავრდა რეგალიების ეპოქა ყველაფერი ყარს უკვე გეფიცები ყველა ავტორიტეტი გინდა რაც გინდა ვინ გინდა რაც გინდა ჩაიცვი გინდა მანქანითია ვის რაში ჭირდება ახალი თაობა მოდის უკვე აუდე იზდები ნამდვილის და არსებობს ეს და შეიძლება ეს პატარა მაცხია როგორ უნდა ავირჩიოთ მოძღვარს აჰა ეს შენ როგორიც ხარ ისეთ მოძღვართან შეგახვედრებს განგება რას ეძებ იქ მიხვალ რას ეძებ რა გინდა შენ თავს კითხე და ესეთი გამოთქმა არის როდესაც მოსწავლე მზად არის მასავლებელი ყოველთვის ანუ უცბად მოვიდა თავში რომ დეიდას დედის სურნელი აზდის ხო არის და მოძღვარს ქრისტეს სურნელი მაინც უნდა აზდიოდეს მეთქი თუმთლად ქრისტე არ არის და შეიძლება პატარა სურნელი ამდის რაღაც ისეთი მინდა კითხოთ არ ვიცი მოგინდებათ თუ არა ამ თემაზე საუბარი მაგრამ მე ძალიან ხშირად გვესმის საზოგადოებისგან მსჯელობა კამათი მათ შორის უკმაყოფილებაც სასულიერო პირების მატერიალური მდგომარეობის გამო ეს ძვირადღირებული მანქანები ბიზნესები უფუნების საგნები და ასე შემდეგ როგორ უნდა აიხსნას ბრელში ეს იმისათვის რომ გული არა უცრუვდეს მრევლს არა მე უბრალოდ ურჩევდი მაინც მაძიებელი ვინც არის არ დაბრკოლდება ნაღდი მაძიებელი და ისე ყოდება ადამიანი კი ახლა მაინც სასულიერო პირი შენთვის უკვე ავტომატურად გონია რომ ეს უნდა იყოს ასეთი იყო სხვათა შორის მანქანა შეიძლება გარედან ჩანს უცბად ეს ღიპი და ჯიპი ეს ყადაღებული უცბად და მართლა ცუდად ხდება მაგრამ ბიჭო რამდენის გინდა იმდენი სასულიერო პირია სოფელში ციბის მუშაობს თავისი იმაზე არავინ არ წერს ერთი რამდენს და ის უბრალოდ თვალსაჩინია მაგრამ ჩანან ჯიპიანები ხო შეიძლება არ ჯიპი ყავდეს არც ღიპი ქონდეს მაგრამ თავი მოგაკვლევინოს ისეთი უგუნური და უმეცარიც იყოს ის არ ჩანს ეს ჩანს ეს არ არის ისეთი ტრაგედია ეკლესია არის ადამიანებისგან შედგება ქრისტეს შიგნით არის ქრისტეს დროსაც ეს არის არასრულყოფილება არ არის ნორმალური რა თქმა უნდა მაგრამ საიდა ჩვენ როგორიც ვარ ისეთ საზოგადოებაა რა ვქნა გავიზრდებით გავნათლდებით და სასულიერო პირებით აქედან წამოვით ჩვენ მოვამარაგეთ გაიწოვს ეს ყველაფერი გადავა როგორც აი გაზაფხული რომ მოდის ზამთრის ყველა ნარჩენი გადავა სიხარბე არ ეწინააღმდეგება როგორ არ ეწინააღმდეგება ვინ თქვა კაცო ორი ხელი ტანსაცმელი თუ გაქვს ერთი სხვას მიეცეთ შენ რო ხუთი მერსედესი თუ ყავს და ამდენი რაღაცა და ვილები და რაღაცე ბუნებრივია რომ არ არის ქრისტიანული რა ვქნა ამიტომ მგონია რომ არის მრევლი რომელიც შეიძლება ნიჰილიზმში ჩავარდეს ზუსტად ამის გამო არის სამწუხაროდ მაგრამ რა ეშველება ერთადერთი განათლება და ესე ახალი
კადრების და ცნობიერების მოსვლა, რომლებიც დაინახავენ და თვითონაც მიხვდებიან, რომ ეს ავტორიტეტი უკვე არ ჭირს. ჩვენ რომ ომები ქონდა ირანი, თურქეთი და ისე ჩვენ დავრჩით ბიზანტია როგორც კი დაეცა ბიზანტიის დაცემამ გამოკეტა ევროპისგან უკვე და იქ მე-16 საუკუნის სახარება ითარგმნა, მე-13 რევოლუციები დაიწყო, გათავისუფლდნენ პაპის ავტორიტეტისგან და მთელი სისტემების და დაიწყო უკვე თავისუფალი მოქალაქეები და ქრისტიანობის ცხოვრების წესად გადაქცევა. ჩვენ სამწუხაროდ ეს დაღი გვაქვს, მე ჯერ ბრძოლები, მე 200 წელი რუსები და ჩვენთან მართლმადიდებელი მოვიდა რიტუალურ მხარედ, განათლება არ იყო, მარტო ავტორიტეტი ცენზით. 80-იანი წლების ბოლო და როგორც კი ეს საბჭოთა კავშირი გადავიდა და იდეოლოგია დაგჭირდა, ზვიად გამსახურდია ცხოვრებულმა თქვა ქართველნო, გეორგიანო და ქრისტიანო. კითხვა, მაგრამ ეს ქრისტიანები სად ყავს, ათეისტები ყავს და წამოვიდა დროშად და წამოვიდა უკვე ელიტა გახდა სასულიერო ფენა და იქ ეს მოხდა კონსტანტინეს დროსაც მე-4 საუკუნეში. როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქცა, იქ უკვე სულიერად ამაღლებულები ძალიან ცოტა იყვნენ და უფრო ბიზნესმენები, უფრო სწორად აი ვის ცხოვრების წესი იცის, ესეთები წავიდნენ ეპისკოპოსებად, უფრო გონებით გაქექილები. დღესაც ესე გამოვდგები და 90 წლებიდან ეკლესიების სიმრავლე რო დაგჭირდა პატრიარქმას თქვა, მღვდელები არ იყო დრო. მასიურად რო იქ ნახეს, რომ ეს უპირატესობა ბუნებრივია ხა გასოთ ქურდობა რო იყო ადრე მოდაში, ბავშვები ნატურობდნენ კანონიერ ქურდობას. მე იურისტობა იყო მოდაში, მე მახსოვს ყველას იურიდიულუდო და აქ 90 წლებში რო ხედავენ რომ მღვდელს ავტორიტეტი აქვს და ესეთი გინდა არ გინდა ისეთი ფენა წავიდა ცოტა და ამიტომ ეს ავტორიტეტურში გადავიდა, რომელიც უკვე შუა საუკუნეებრივია. ავტორიტეტი ქრისტეს აქვს თავისი ადამიანობით. დღეს ხა თუნდაც ეპისკოპატის თუნდაც სამღვდელო პირების ძირითადად გადასულია ავტორიტეტზე. ავტორიტეტი შენ უნდა გახდეს ჩემთვის ილია მთქვეს კაცო ნიჩსაზე ზენა მხოლოდ კაცზე არა გვარიშვილობა. მე რა თქმა უნდა შენ გარეთ რა გაცვია. შესაბამისი უნდა იყოს შიგნით და აი ეს მოიკოჭრებს სამწუხაროდ ეს აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ადამიანური ფაქტორი და წამოვიდეს სიყვარული წინ ვიდრე გარეგნული იერარქია. ხშირად ადამიანები წყლობით რჩებით ურთიერთობებში. ზოგჯერ წამლავს, ენერგიას გვაცლის, გვანგრევს ეს ურთიერთობა, ტოქსიკური როცა ხდება ურთიერთობა. მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინია მარტოობის ან დანაშაულის განცდა გაქვს რაღაც. ეკლესია ხშირად მოთმინებისკენ მოგვიწოდებს ამ შემთხვევაში. აი, როდის არის საჭირო ადამიანის გაშვება, თუნდაც პირადი ცხოვრებიდან. ებრაელები ამბობენ, რომ ბოროტება არის ნორმიდან, არანორმალულობა, ნორმიდან გადახვევა. ეს ნორმა არ არის დადებული, არ არსებობს საზომი, აი ხო არის მე ეტალონი დროის დაუშვათ რაღაცით მე საათი, ეხლა ჩემთან თუ 4:09 ჩემთან 4:05 წუთი მე და შენ რო ვიდაოთ, აგერ გამოვა ის საათი და იმას ვუსწრებ ორივე ვჩუმდებით. არ არის ასეთი დადებული სად არ არის აი გუგი ჩვენი გასაკეთებელია სამწუხაროდ და ისევ კულტურა და განათლება. ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს. ერთი მხრივ გვაქვს რომ ცოლ-ქმრი ჭუბი. ეკლესია თუ მოგვიწოდებს და უნდა მოუწოდოთ. ერთი მხრივ გვაქვს სენტენცია და ანდაზა რომ ცოლ-ქმრი ჭუბი რეგვენს მართალი ეგონაო და მე ჩემ ბავშვობაში ისეთ რაღაცები ნანა კლავდა ცოლს. ერთ გოგო დაიბადა საწყალი რა ხალის ბრალი იყო და თოფი დაზევდა ცოლს მოსაკლავად. და ნორმად ითვლებოდა ეს ყველაფერი საშინელება. მეორე უკიდურესობა რა არის? რომ ოდნავ ხმას რა უწევს ცოლი პატურთან რეკავს და ბავშვი რეკავს პატურთან. ახლა ეს მეორე უნდა არანორმალურია. ქმარი რომ მოდის სახში შე რო ცოლი ხარ, უყურე იქ უფროს მაწყენინა ვერ თქვა, მეგობართან ვერ თქვა, სამსახურში ვერ თქვა და ცოლთან ცოტა ხმას აუწია. იმიტომ რომ შენ ცოლი რო ხარ, უნდა დაინახო, მიიღე რაღაცა. პატარა რაღაცას ესე გაყოფა, რაღაცა ლამის ხელშეკრულებებია დადებული. ცოლიც თუ მთელი დღის ნანერვიულები დაძაბული ხდება. გაიგე შენ რო ცოლი ხარ, მიიღე რა. ცოტათი აიტანე. ანუ მე უნდა დავთმო ცოლი რა. ცოტათი აიტანე, სულ არა და მიზანი კი არ უნდა გიხდო, ცოლი სულ კუხრაში კალი. მე ესე არ არის. მანდრო ქმარი რო ითხოვს რომ მე თავი უნდა ვიყო, ქმარი მაშინ არის ცოლის თავი, როცა ქმარის თავი ქრისტეა. თუ შენი თავი არყის ბოთლია და ტოტალიზატორი, მაშინ ქალი კუხრაში არ შევა და არც უნდა შევიდეს. გახადე აბა შენი თავი ქრისტე როგორ არ დაგემორჩილება, ცოლი მაგასაც ნახა. ფეხებს დაგიბანს, მიეცი სიყვარული და როცა ამას არ აკეთებ შენ და შენ საგაგ მე მამაკაცი ვარ, აი მაშინ ხდება პრობლემები, ანუ განათლება ისე ვიქამდე და ყოფით ლტოლვებზე რას მეტყვით? ხშირად საუბრობთ მავნე ჩვევებზე, მაგალითად, აი
ყოველდღიურობას მართავს მაგალითად დამოკიდებულება, ტელეფონი, ყველაფერი. სკროლვა, უაზრობა, შოპინგი, ნივთები, აი რის შევსებას ცდილობენ ადამიანები ამით. ყველას გვაკლია სიყვარული და გადაარჩინა საკუთარი თავი რაღაცნაირად ზედმეტი რაღაცებისგან და მე ვარდებიან უკვე დამოკიდებულება, სიყვარულობა. ისე ვამბობ, სიყვარული თვითონ ღმერთია. ამიტომ ჩვენთვის ეს გამოწვევაა დღევანდელი ეპოქა. თუ მართლა მესია არ გაცხადდება, მე მაგალითად ჩემი ხედვით სამყარო არ დაიღუპება, მაგრამ დაღუპვისკენ წავა, განგება უბრალოდ არ დაუშვი. მესია არის ზუსტად ის, როცა ამას ხედავ, შენ უნდა მიხვდე, რომ ვერანაირი პოლიტიკური წყობით, ვერანაირი ფულით, ვერანაირი ვერაფერ აგრძალვებით მით უმეტეს სიცოცხლე, რომელიც დღეს გვაქვს ახალი თაობა და ეს ვერ დავიჭერთ. უკვე ავტორიტეტი არ მუშაობს, ძალის გამოყენება არ მუშაობს. მერე რაღაცეები გასაბრუებელი საშუალებები, თამაშები, დამოკიდებულება, ეს მეორე კუდრესობა, კრიზისია, ჩვენ უნდა ვაღიაროთ. ეგ არის ზუსტად ის, რასაც ვამბობ ჩვენ და ქრისტეც ამბობს ბოლო ჟამს იქნება უსიყვარულობა, ძალიან კრიზისი, ზუსტად მასში გამოჩნდება მესია. შენ ცხოვრებაშიც ასე დააკვირდით, როცა ადამიანი მიდის იქამდე, რომ თავისი ადამიანის შესაძლებლობას ამოწურავს და გონი უკვე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, იმ წამს სამყარო შეიცვალა. მე დიდი მასშტაბით ველოდები ამას, სამყაროს უკვე უჭირს. იმდენად დაგვიჭირა მატერია, რომ ჩვენ ვერც პოლიტიკური სისტემა მოიყვება, ვერც რელიგია ვერ ერევა ტრადიციული, გამორიცხულია, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მოდი უფალო მართლა მარანათა როგორც პირველ საუკუნეში პირველივე საუკუნიდან ელოდნენ მესიას, ოღონდ გარედან კი არა. შენ ჩართული ხარ მის მოსვლაში, რამდენადაც შენ გული გტკივა სამყაროზე, რამდენადაც შენ ეგოიზმი და გამოდი ხარ დაგროვები და პირადი კეთილდღეობის კომფორტიდან და ასეთი კრიტიკული მასა საქართველოში თუ იქნება საკუთარი თავიდან გადის მართლა, წყუროდეს რომ სამყარო აქ შეიცვალოს, უფალმა შეეხოს და დაგვეხმაროს, მართლა მოვიდეს უნდა თორე ვერა რა, ისეთი კრიზისებია რომ ვერანაირი ამას არა სამთავრობო თუ მოწოდებები თუ ტელე ვერ შველით უკვე კრიზისს უნდა ჩავხედოთ თვალებში. უნდა ჩავხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ ადამიანს, ანუ კაცობრიობას უკვე არ აი ეგ არის უკვე მონანიება, დიდი მასშტაბით. თუ ასეთი წერტილი გაჩნდება, უფალო მოდი, ჩვენ ძალებს აღემატება ეს, რაც დედამიწაზე ხდება და ჩვენ მოყვავს მესია ზუსტად. განგება სპეციალურად მივყავართ ამ აუტანელ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ გაგვახსენდეს, რომ გავაკეთეთ. მონანიება ეს არ არის რაღაცა ბუზი მოუკალი და წყალი გადამცდა. მონანიება ბერძნული სიტყვა მეტანოია. მეტანოია ნიშნავს გონების შეცვლას 180 გრადუსი. ანუ როცა თითი გარეთ გაგრო, პოლიტიკური სისტემის ბრალია, ამის ბრალია, იმის ბრალია, ცოლის ბრალია, ქმრის ბრალია, ყველა ეს ადამიანმა რო გააკეთა თითი გარეთ, ცოლი რომ შემომეც და შემოვაბრუნოთ, ეს არის კვანტური ნახტები, რომ მე ადამიანს შემიძლია სამყარო შევცვალ, მე თუ შევიცვლები, სხვანაირად შეხედე, ეგოდან გადი და როცა ასეთ ადამიანთა სიმრავლე როდესაც გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, კრიტიკული მასა ბუნებრივად დაიწყებს შეცვლას სამყაროში, გაიხედავ ერთ დილას და სამყარო შეცვლილი დაგხვდება, ეს არ არის ზღაპარი. ფიზიკა ჩვენ გველოდება უკვე. დარჩა რელიგიაში უნდა მოხდეს იგივე ნახტობი, რაც ფიზიკაში მოხდა, რაც იმპრესიონიზმი მხატვრობაში, იქ სიმბოლიზმი, პოლიზიაში, კლასიკურ ფიზიკაში, კვანტური ნახტომი და ახლა უნდა მოხდეს ნახტომი რა, რელიგიიდან დაიბადოს უკვე პიროვნება, შედგეს უნდა კაცი დედამიწაზე. კაცი ერთ კაცში კი არ გულს ველი აქ ჩვენში ეს სიყვარული და ცოდნა. აი მე ეს ფსიქოლოგები, კოუჩები, ამდენი მედიტაციები, ჰოლოტროპულები, ფსიქოდელიები, თამაშები, ეს როგორ არიცი? ეს ისეთია, როგორც აი სანამ დედა მოვა, ბავშვს გამრთობები რო ჭყიპავენ, როგორ არიტიროს. და როდემდე უკვე საკმაოდ უკვე ბავშვი მაინტერის დედა მინდა. სული ტირის დედაზე 64 ეგ არის, ეკა 64 შვილები ვარ ჩვენ ყველა. იმიტომ არის არაფერი არ გვაყოფილებს. განგება დაუშვა ის, რომ ბოროტება ბოლომდე გამოვლენილიყო. მამაო, ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. თქვენზე რომ საზოგადოებაში კითხვა დასვა, პასუხს მიიღებ, რომ ეს ის თანამედროვე მამაო, ესე გიცნობენ. ცუდი გაგებით თუ არა, კარგი გაგებით, პირიქით, არა, კარგი გაგებით. მე მაინტერესებს თქვენს კოლეგებთან რამდენად საუბრობთ ასეთ თემებზე და რამდენად გეთანხმებიან ისინი. შენაერი მამაოები არიან. მე გეტყვით, რომ როგორც გარეთ არის, ისე არ არის. გარეთ შეიძლება ვერ გამოვლიდნენ, მართლა აი გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრი მონასტრის წინამძღვარი ჩვეულებრივი პირებს არ ჩანან, ძალიან უყვარვართ და უსმენენ და მეუბნებიან, რომ
აბსოლუტურად უბრალოდ მათ სხვა გზა აქვთ უბრალოდ შეიძლება ესე ვერ გამოხატო თავი რა უშლით ხელს და არაფერი უბრალოდ მე 45 წელი ცოტა არ არის ახლა 45 წელი შენ სფეროში რო იყო მუდმივად ოსტატი არ იქნები მაგ საქმის სამყარო ბუნებამ თუ ჩემმა ბედმა ინება ისე რომ მე 1980 წლიდან ჩემთვის ეს არ იყო გატაცება ეს იყო სიცოცხლე ხო მაგრამ მათთვის ეს მხოლოდ ოსტატობა აკლიათ თუ სითამამე აკლიათ შე ყველაფერი ერთად ალბათ გაბედულებაც კი მე მეუბნებია რომ შე რაღაცას ბედავდა მიდი და უნდა გააკეთო ასე უნდა გააკეთო ჩვენ შენთან ვართ იმიტომ მე არაფერს არ ვამბობ ეკლესიის პირიქით თუ ოდნავ მაინც გონიერი ადამიანი ეს არის არა ეკლესია ქრისტეა კაცო არამედ ადამიანურია ბევრია ხლამი დაგორობით ძალიან ბევრი როგორც ქრისტეს დროს იყო ჩვეულებრივი ამბავია ხო ეს საუკუნე და საუკუნემდე რაღაც ადამიანური რაღაც გროვდება და ეს ჩამოსაშლელია ახლა ბუნებრივია რა და ეს მიდის ეს პროცესი თანდათან და დარჩება რაც ნამდვილია რომელსაც ყველა გულის გულში ყველა ვატარებთ ახალგაზრდებზეც მინდა კითხოთ ყველა დროის უცვლელი ფრაზაა ესეთი ყველა ხდია რა თაობა მოდის კი ზოგი ამას უარყოფით კონტექსტში უკმაყოფილებით და ზოგი პირიქით ამბობს რომ გადასარევი თაობა მოდის და საამაყოა ახალი თაობა დღეს რომ მოდის ისინი ბიოლოგიური ასაკი არ აქვს თუმცა რომ ახლა 15-20 წელს და არა მთელი სამყარო ადამიანთან დაწყებული მათში ასრულების ისტორია ფესვიდან იწყება ხე მაგრამ ყლორტი გამოიღებს ნაყოფს ესენი არის ყლორტები სუსტები დაუცველები მაგრამ ისინი ასრულებენ ისტორია ჩვენი ძალისხმევების შედეგს ისინი გამოიღებენ ყველა ჩვენი წინაპარი თუ ვინც არის სად არიან როგორ რომელ გალაქტიკას აი დავუშვათ ილია ჭაჭოვაძის გვამი არის თაცმიდას დავუშვათ თვითონ ილიაობა რომელიც იქიდან იყურებოდა იცნობიერება რომელმაც აი ეს ზეცა ჩამოქნა და მატერიალიზაცია გააკეთა რაღაცა ცნობიერები და დადო აქ თვითონ ილიას სული სად არის როგორ ფიქრობ ტიციანის ლექსი გამახსენდა ვაჟა შაველას სუნთქავ ფილტვებით ხიმიკაურის გული ჩამედგა აქ არის ყველა არც არ წასულა ეს ოღონდ ჩვენ ეს არ ვიცი ჯერ და არ ვიმარჩიელოთ ისინი ისტორია სრულდება როდესაც ყველა ადამიანის მოდგმა ერთი სული იბძვის თავის აღდგინებისკენ და ჩვენ ისეთ რაღაცას მივხვდებით მასში როდესაც გავიღვიძებთ ასე წერია ფსალმოში როცა დააბრუნებს უფარი ტყვესიონისას თავის სიზმარში გვეგონებ ისეთი რაღაცას დავინახავთ რომელზედაც ახლა თვალით გულითაც ვერ გავიფიქრებ შეუძლებელია ამაზე მე ინტუიციურად გზნობ ამას მაშინ ერთსაც კითხავთ თაობა რომელიც დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის თავისი ქვეყნის მომავლისთვის დიახ ყველა თქვენ როგორ უყურებთ ანუ მათ ბრძოლას ერთ მე ასე უპასუხებდი ამას შეუძლებელია ახალგაზრდა იყოს და პროტესტი არ ხდოს. მე მირჩევნია რომ მიუხედავად იმისა რომ მე პოლიტიკის გარგად რა პოლიტიკური მოთხოვნა ამას არ აქვს რომ მას შეუძლია პროტესტი კონდეს ეს ჯობია ვიდრე უარი თქვას და გაიჭყებოს ნარკოტიკები და პროტესტის სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს მე მიხარია მდგომარეობა რომ ახალგაზრდა შეუძლია საკუთარი კომფორტიდან გამოვიდეს დადგეს ღამები და ეს იყო სიცოცხლეა არა აქვს ჩემთვის ჯობა რომელ მხარეს არის და ეს ძალიან კარგია. არ უნდა იყოს კვაყოფილი, რატომ უნდა იყოს კვაყოფილი? რა არის რამე ჩვენ ქვეყანაში ახალგაზრდისთვის იდეალური, ნამდვილად არ არის. მე ეგ ვიცი, არ არის ნორმალური მდგომარეობა. ის რომ რაღაცა 1000 და 1500 ლარი დღეს არის ეს თუ ვინმეს გონია ეს ხელფასია, წავიდეს და ის 1500 ლარი ახალგაზრდას რამდენი რამე ჭირდება რა, მარტო ის ხო არ არის გაძღეს და დაწვეს. გვაქვს პრობლემები და ვინ გადაწყვეტს ამას, რომელიც ამაგას ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ხელთ არის, რასაც ვიმსახურებთ, ისე მთავრობა გვეყოლება. აგერ არის ბურთი და ამოედანი. ამ სივიწროვიდან იქნებ დაიბადოს ის დიდი სიყვარული შედგეს კავკასიაში, რომ ჩვენ ვიყოთ მისაზიდი ქვეყანას დასავლეთი და აღმოსავლეთისთვის. სხვათაშორის გრიგორ ობაქიძეს აქვს ესეთ სიტყვები. ჩვენო აზიას ვეკუთვნითო და ამიტომ ევროპის გამო აზიას ვერ დავთმობდო, თუმცა ყველაზე კარგი იქნებაო რომ აზიისა და ევროპის ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ. აი ღმერთმა ინებოს რომ საქართველოს ეს მისია შესრულება. ამის შეაწირას ვიად გამსახურდეს მოძრაობა იწყებოდა ეს დიდი იქიდან შოთადან და ყველაფერი აქეთ მოდიოდა. და ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვა, დაგრალეთ. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი. მაინც რა არის? ეს იყო ზუსტად ის შეხვედრა ჩემს უფალთან. რომელშიც მე ყველაფერი ვიპოვე, საკუთარი თავი, ოჯახი, სამყარო და დღეს მე ვცხოვრობ ამ რწმენით, ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი, მე მჯერა იესოს
მოსვლის, ანუ იესო ჩემთვის სიცოცხლეა. ჯერა სიყვარულის სიცოცხლე, რომელიც დამწიფდება უკვე სიყვარულია. სიმწიფეში მიდის სიცოცხლე. რო აკლია სიმწიფე, იმიტომ არ ამდენი არულებები, რომ დამწიფდება, შედგება. და ეს ჩვენში ხდება ყველაფერი, ჩვენ გარეთ არა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ მადლობა მოსვლისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო მამა გურამ მოთხოზორია, რომელთანაც კიდევ უფრო მე შეკითხვას დავსვამდი, თუმცა საეთერო დრო ამომეწურა. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.